მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. განვაგრძობთ ჩვენს ტრადიციულ გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. სამწუხაროა, რომ ამ გადაცემის წაყვანა მიწევს მე, მაგრამ ალბათ ყველას თავისი ჯვარი აქვს. ნება მიბოძეთ, გავაგრძელო პრესის გაცნობა და სიტუაციებისა იმის მიხედვით, რომ არავის არ დარჩა შთაბეჭდილება. რამე გამოვტოვე. ვინმეს რამე დავაკელი. ან პირიქით საკითხის საჩვენოდ წავიყვანე. მე მგონი ყველა სვისნათელია და ყველა ვინც ისმენთ წმუნდებით იმაში, რომ მე იმ განცხადებებს, რომლებსაც აქვეყნებენ მე ამბოხეები უცხოეთის სპეცსამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები, მე მათზე უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ისინი გამოვიყვანო სააშკარაოზე და მათი გაკეთებული განცხადებები გავაჟღერო, იმიტომ რომ ამისთვის ვიხსოდით და ვაგროვებდით წლების მანძილზე მასალებს, რათა გვემხილა დამნაშავენი, გვემხილა მოღალატენი. მას გავაგრძელოთ სექტემბრის თვეში ვართ. ისევ გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა. გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა 27 სექტემბერი 1991 წელი. მთავრობის სახლთან რომ მხარდამჭერი მიტინგები არ წდებოდა, ეს ყველა ჩვენთაგანისათვის ცნობილი არის, რომ ვინც საქართველოში რეფერენდუმს მხარი დაუჭირა და არჩევნებში მრგვალმაგიდას მხარი დაუჭირა და ასევე პრეზიდენტი აირჩია, საქართველოს პრეზიდენტად აირჩია ზვიად გამსახურდია, თავისთავად ცხადია, რომ მათი ბედი, მათი სამშობლოს ბედი ყველაფერი უნდა წარემართა პიროვნებას, რომელთაც მათ მიანდეს ეს საქმე. და თავისთავად იქ იყო ხალხმრავლობა, იქ იყო ხალხი, რომელიც ფიქრობდა ერთადერთზე სამშობლოს გადარჩენაზე და თავისუფლების შენარჩუნებაზე, დამოუკიდებელი საქართველოს გადარჩენაზე. მე ამას შევეცდები, რომ ნაკლებად წაგიკითხოთ, იმიტომ რომ ვინ გამოვიდა ახლა აქ თქვენთვის უკეთნის ნაკლებად საინტერესო იქნება, იმიტომ რომ გამოდიან საიდან, ახალგორიდან ჩამოსულები არიან, ასევე ადგილობრივები არიან. ისინი გმობენ და სასტიკად გმობენ კიტოვანის, მისი ეგრეთ წოდებული გვარდიის ქმედებებს, შევარდნაძის გვარი ფიგურირებს, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვინ უგამაგრებს ამათ ზურგს და ვინ იბრძვის ყოველივე იმ მონაპოვრის წინააღმდეგ, რომელიც თქვენთან ერთად ყველა ათეული წლების მანძილზე ვიბრძოლეთ და მივაღწიეთ საწადო მიზეზს, მაგრამ უკვე 2 ათეული წელია, რაც ჩვენ გვენატრება წარსული. ამაზე სხვათა შორის ხელსაც აწერენ პეტიციაზე საკრებულოს წევრები ია ბაგრატიონ მუხრანელი, თენგი შერვაშიძე, ლეილა ბაბადიში, ოთარ ციციშვილი, 44 კაცი აწეს ხელს. ეს სათავადაზნაურო საზოგადოება არის, ჩოლოყაშვილი და ასე შემდეგ, მაგრამ მე ძირითადად მაინც დაინტერესებული ვარ, რომ წარმოგიჩინოთ ის ხალხი, რომლებიც საქართველოს დაღუპვას უმზადებდნენ, დაქცევას, დანგრევას და განადგურებას საქართველოს მოსახლეობასთან ერთად. უნივერსიტეტთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში 22 სექტემბერს დაიწყო სტუდენტთა მომჯდომარე აქცია, რომელიც თქვენ კარგად მოგეხსენებათ. უნივერსიტეტი მშვიდობიანი ალტერნატივის კერაა და ამ დროს აქცია მიდის მშვიდობიან და პედაგოგებს არუშებენ შენობაში. პროფესორ მასწავლებლებს, აკადემიკოსებს, დიდ მეცნიერებს არუშებენ შენობაში, რომელთა მონაპოვარიც არის და გადარჩენილიცაა უნივერსიტეტის შენობა. და ყველაფერი რაც კი კარგი შემორჩა ქართულ მეცნიერებას. გამოდიან ვინ? ალექსანდრე რუსეცკი, უნივერსიტეტის სტუდენტი, აქციის მონაწილე. ჩვენი აქცია არ არის პოლიტიკური, ნამდვილად არ არის პოლიტიკური, თქვენი აქცია არის შეიარაღებული ბანდიტური აქცია. მე აი ასე გიპასუხებთ მხოლოდ და მხოლოდ. ვასახელებ ასევე, ვკითხულობ ასევე მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, უფრო წითლების პარტიის წარმომადგენელი ზანაზან ანტონიანი იმალება და უშვებს თავის ხალხს. მარიკა დარჩია, ცნობილი მოღალატე მარიკა დარჩია აღნიშნავს, რომ აქციას აგრძელებენ და ორბანაკად არის დღეს გაყოფილი საქართველო. ორად კი არა, ერთი ბანაკი იყო და ერთი საქართველო იყო. თქვენ მოინდომეთ გაყოფა, თქვენ გინდოდათ ცალკე საქართველო გქონოდათ და ეხლა რაც არსებობს საქართველოში ყველაფერი თქვენი დამსახურებითაა. და ერთი მაჩვენა ეს დარჩია ეხლა სად დაბრძანდება მწვანეებში. მწვანე ხო იცით თქვენზე რა არის ნათქვამი? მწვანე პამიდორი, შემდეგ გაწითლდა მწვანეებზე აი ასეთი როგორც კი შეიქმნა ეგრეთ წოდებული მწვანეთა პარტია. იქ მწვანე არავინ არ არის, ის ყველა წითელი იყო, იქ ყველა ჯაშუში იყო. ამას მოწევს თავად თქვენი თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს დაუძინებელი მტერი იყო. ირაკლი მელაშვილი. ირაკლი მელაშვილზე იმდენი ვისაუბრეთ, რომ და დღესაც დავით აკუბარდიას თავისი ეგრეთ წოდებული ავტომატიანი მე ამბოხე ხშირად გამოყავს ტელეეთერი კავკასიის და ტელეეთერი კავკასიით, მაგრამ რა არავის არ აინტერესებს. მოღალატის აზრი არავის არ აინტერესებს. მე რამდენად გინდათ ბოლოს და ბოლოს ეს სავარძლები, რომ დაისაკუთროთ, გაინტერესებს შენ. ახარ არის გასაძარცვი საქართველო, გაიძარცვა უკვე, დაამთავრდა. ხალხის გატაცება გინდათ? ხალხის დახოცვა გინდათ? დახოცეთ, გაიტაცეთ, გააძევეთ და ამჯერად უკვე სხვას არაფერს აღარ აქვს აზრი. საქტელე რადიოს დეპარტამენტის შენობასთან გუშინ დღე მთელი დღე არ შენელებულა. ეს ითქვა, რომ წუხელ შავნაბადაზე ვითომ თავდასხმა იყო, რომელიც შემდეგ თუ გახსოვთ, რომ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზიად გამსახურდიანი შავნაბადას შეუსიაო რუსის ჯარი დაიქირაო, მათ თანხები გადაუხადა და რუსის ჯართან თქვენ დადიოდით და თქვენ ღამეებს ათენებდით და ახალი წელიც ერთად გაატარეთ და სულ ერთად იყავით და ისინი გაიარაღებდნენ და ისინი გაფინანსებდნენ და ისინი რომ არ ყოლოდეთ თქვენ აქამდე დიდი ხანია უკვე საქართველოს მოქალაქეები კი არა, საერთოდ სად იქნებოდით ღმერთმა უწყის. კაციშვილმა არ იცი სად იქნებოდით და თქვენ ერთადერთი თავის გადარჩენის საშუალება მოიგონეთ ის, რაც საერთოდ არის ცხოვრებაში დამნაშავე ყოველთვის იმას დაგაბრალებს, რასაც თავად ჩადის. და სწორედ ზვიად გამსახურდიას დააბრალეთ, რომ მან თქოს რუსის ჯარი შემოგისიათ თქვენ. ის პატრიკეები, რომელიც თქვენი იყო, ის იმ პატრიკეების ტანკებს არ ვაჩვენებ, ეხლა სულ რა არის? მე ჩემი დახატული ტანკები არის თუ რა არის ეს? პატრიკეები და ბეპაევები თქვენ თვითონ გამხელენ და დააგიდებთ კიდეც თქვენ ჯერ წინ გაქვთ ყველა სიამოვნება აბსოლუტურად. გრაჩოვი, რომელიც პირდაპირ აღიარებაზე წავიდა და თლიანად გახსნა ყველაფერი, რა ხდებოდა საქართველოში გრაჩოვის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში. ამაზე მეტი მტკიცებულება რაღა გინდათ.
დააბრალეს ვითომ ზვიად გამსახურდია და ესხა თავს ზვიად გამსახურდიამ გაუგზავნა რუსებს რაღაცა ფული მისცა, რისი ფული, რა ფული, ვინ გამოგართვეოდა ფულს, რომც მიგეცა მილიონებს იხარჯებოდა საქართველოს ზვიად გამსახურდიას დასამხობად და ვინმე ზვიად გამსახურდიას ფულს გამოართვევდა და ზვიად გამსახურდიას ესროდა, ისე როგორც ესროდნენ. ესროლეს და ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკო განცხადებების გაკეთება რო იყო ზუსტად ამიტომ ხართ აი ასე ძალიან გამოფატრულები და მხილებულნი თქვენ ბრძანებთ რომ რისთვის დაგჭირდათ ის თამარა ჩხეიძე და ნოდა ნათაძე რო გამოვარდა დიდი სამბით და თენქის მოსახლეობა რო შეყარეს რომ ზვიად გამსახურდია ხოცავს გვარდიელებს და აბაჩხარა გამოდით რაც გაქვთ ხელში არ აქვს მნიშვნელობა აიღეთ ქვაბები და ქვაბებს შემოკარით რაც გაქვთ რკინის რამეს ის ნივთი ქვაბი იქნება თუ თასი იქნება თუ რაც იქნება ლანგარი იქნება არ აქვს მნიშვნელობა რომ ჩვენ ფეხზე დავაყენოთ საზოგადოება რომელ საზოგადოებას უხმობდით თქვენაირ საზოგადოებას უხმობდით და თამარა ჩხეიძე და ნოდარ ნათაძე რო გავარდნენ თემქაში და რა დარჩათ არაფერი არ დარჩათ იქ დახვდათ რა არაფერი აბსოლუტურად და მერე გადაიტანეს სხვა რამეზე თება შეგვეშალა ესეთი შეცდომები არავის არ მოსდის 60 კაცი მოგვიკრეს 60 კაცი ესე გააკეთეს საწავიდა ის 60 კაცი ერთს მაინც არ ყავდა პატრონი რომ გამოსულიყო და ეთქვა თქვენ რა გაგვიკეთეთ რატო დამიობლეთ შვილები რატომ დამტოვეთ მარტო ან დედა გამოვიდოდა ან ცოლი გამოვიდოდა საწავიდა ის თქვენ სინდისია ყველანაირი სიცრუე თქვენ სინდისია ყველანაირი სიბინძურე თქვენ სინდისია დღევანდელი დაქცეული და გაუბედურებული საქართველო და ამის საფასურად გაქვს ნოდარ ნათაძე შენ დაკავებული უზარმაზარი ფართობი უზარმაზარი შენობა ლენინის მოედანზე 5 სართულიანი შენობა ამიტომ გადმოგეცა რომ შენ წარმატებით განახორციელე ყველანაირი სიბინძურე ქართველი ერისა და საქართველოს წინაშე ეგ მალე ჩამოგერთვება მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის იმედი გქონდეს რომ სახლით და ოფისით არავინ არ დაკრძალავს როგორც მოდიხარ ამ ქვეყნად ისევე მიდიხართ ამ ქვეყნიდან შიშველ ტიტველი ვინ გამოვიდნენ აბა ეხლა იქ ვნახოთ რა ვინ გამოვიდა და რა გამოვიდა არავინ არ გამოვიდა ვერავინ ვერ გამოვიდა გუშინ ჩვენ გაზეთში მკითხველი გაეცნო ინფორმაციას რა მოხდა თელასთან გუშინ ეროვნული გვარდიის პრეზიდენტმა გაავრცელა ინფორმაცია რომელშიც სულ სხვაგვარადაა ასახული მომხდარი ამბავი ჭორების არიდების მიზნით ამ ინფორმაციის სრულ ტექსტს გთავაზობთ 25 სექტემბერს დაახლოებით 00:30 წუთზე რკინიგზის ავტობუსში მიმავალი ეროვნული გვარდიის მანქანა რომელშიც იმყოფებოდა კუჭის ყურისგან გამოწვეული შინაგანი სისხლდენის გამო სასწრაფო სტაციონარული მკურნალობისათვის მოთავსებული გვარდიის ოზურგეთის ბატალიონის მეთაური ზურათ აფხაზავად მეუღლესთან ცოლის დასთან და ორ გვარდიელთან ერთად წერილთის გამზირზე წააწყდა ზუგდიდის ბატალიონის და ქალაქის ომონის მუშაკთა პატრულს თბილისის დიდუბის რაიონის თელასის ადმინისტრაციის შენობის მახლობლად მოხდარის შესახებ რაც ის შეატყობინეს გვარდიის შტაბს დასახმარებლად გამოემართა მანქანა 5 გვარდიელის შემადგენლობით იქვე მყოფმა რაიონის მილიციის თანამშრომელმა ყველაფერი იღონეს რათა სისხლის ზღვა არ მომხდარიყო და ეს სისხლის ზღვრით რომელსაც სისხლის ზღვა აქვს მუცლის ზღვრში სისხლი ეღრებოდა და მისი სიცოცხლე წუთებით იყო დათვლილი თუმცა იმისთვის მოიცალა რომ დაურეკეს იქ ეგრეთ წოდებულ გვარდიელებს შეატყობინეს მერე გამოიძახეს ისინი ადგილზე იქ ჩაერთო ხელშეყრთული ბრძოლა გაიმართა ჩვენი ხალხი დაიხოცა ეს კაცი კიდე საწავიდა თავის ცოლის დით და იქ ყველაფერი უკვე აქ იკარგება და რა რჩება ის რასაც ახლა მე ვკითხულობ რა მოხდა თელასთან მოხდა ის რაც ჩაიფიქრეთ და გადაბრალებაში დიდოსტატები ხართ მაგრამ არ გამოვა უნდა გადააბრალო ისე რომ საფუძველი გქონდეს და ახლა ამ შემთხვევაში უსაფუძვლო გადაბრალებებისგან რა სახელის მოიმკეთ იმ სახელის გამო ზოგი სადიმალებით ზოგი სათხარ შემძრალები თაგვებივით და ვირთხებივით გამოდით გარეთ გამობძანდით გარეთ საზოგადოების წინაშე წარსდექით
მობძავდით ნებისმიერ ადგილზე, პატიჟებთ, გიწვევთ. ამ სათაურით გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის გუშინდელ ნომერში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელიც ამაზრზე ინფორმაციას შეიცავს. 25 სექტემბერს თბილისში დიდუბეში თელასთან ქართველმა ქართველის სისხლი დაყვარა. თუ რა და როგორ მოხდა, ამ შემთხვევას მთლიანად კომპეტენტური ორგანოები გაარკვევენ. გუშინვე აღნიშნულ პუბლიკაციაში მოყვანილ ერთ-ერთმა რესპონდენტმა გვარდიის მეორე ბატალიონის მეთაურის მოადგილემ ბესიკ ფაცაციამ გთხოვა დაგვეზუსტებინა ზოგიერთი დეტალი, რომელიც ალბათ საქმის სწორად გამოძიებას შეუწყობს ხელს. კერძოდ მან აღნიშნა, რომ პუბლიკაციაში რა მოხდა თელასთან გატარებული აზრი თითქოს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა სამტრედიისა და მეორე ბატალიონის გვარდიელები, კონფლიქტის დროს შენობას იცავდნენ გალის მე-6 ბატალიონის გვარდიელები, რომლებიც სამტრედის ბატალიონის გვარდიელებმა შეცვალეს. კონფლიქტის შემდეგ, ამის შემდეგ კი დღის 12 საათზე შეიცვალა მეორე ბატალიონის გვარდიელებით, რომელთანაც ვიყავი მეც. აი სწორედ ამ დროს მივეცი ინტერვიუ გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელს, თუმცა ინტერვიუ მივეცი არა როგორც ამ ფაქტის მონაწილემ, არამედ როგორც მე ვიყავი ინფორმირებული და ბოლოს იქ სადაც საუბარია ოზურგეთის გვარდიის ბატალიონის ყოფილ მეთაურ აფხაზავაზე. მე ვთქვი, რომ იგი თავის დროზე ალბათ გაგვარკვევს მომხდარი ფაქტის დეტალებში. წყალებშია ჩასმული ეს ყველაფერი. კვლავ დიდია ვნებათა ხელვა თელასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებრივ სრულიად სამართლიანი აინტერესებს ამ სამართლიანო ფაქტთან დაკავშირებული ამბები. დღეს გთავაზობ დიდუბის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის პოლიციის პოლკოვნიკის ბატონ ანზორ ალაშვილის ინტერვიუს ჩვენს კორესპონდენტთან. ბატონო ანზორ, ახლა ყველას მოეხსენება, რომ თელასი დიდუბის რაიონში მდებარეობს. თქვენ როგორც ამ რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, რას გვეტყოდით, მაინც რა მოხდა თელასში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე? მოდით თავიდანვე შევთავაზოთ, რომ რაც იქ მოხდა, იმ ფაქტის დეტალური გარკვევა სხვა ორგანოების საქმეა. რაც შეეხება იმას, თუ მე პირადად რისი მხილველი ვარ, თქვენ გაზეთს აინტერესებს, შემიძლია მოგიყვეთ. დიახ, რასაკვირველია, 25 სექტემბერს დაახლოებით დღილიც 3 საათი თუ 4:30 იქნებოდა, როცა სახლში ავტომატების სროლის ხმამ გამომაღვიძა. მაშინვე სასწრაფოდ დავრეკე ჩვენს გაყოფილებაში, რათა ჩემთან გამოეგზავნათ მანქანა. ტელეფონითვე შევიტყვე, რომ ეს ხდება გამთენიეს, ესე იგი დილით. თავდასხმა მიმდინარეობდა თელასზე. მანქანა ოპერატიულად მოვიდა და გავემგზავრე წერეთლის პროსპექტის სროლის მიმართულებით. კაფე პალერმოსა და ვანის ქუჩის შორის მე დავინახე ავტომატებით შეიარაღებული რამოდენიმე გვარდიელი. თქვენც მოგეხსენებათ, დღისითაც ძნელია გაარჩიო, რომელი მხარის გვარდიელია. მით უმეტეს ღამეს რას გაარჩევ. არ მინდოდა მათ ყურადღება მოექციათ ჩემთვის და ამიტომ მანქანა გავაჩერებინე ვანის ქუჩაზე. შუქნიშის იქითა მხარეს მანქანიდან გადმოვედი და მარტო წავედი თელასის მიმართულებით. შენობის წინ იდგა თეთრიფერის ტაქსი, ბრძოლი არ ჩანდა, ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა როგორც გარედან, ისე შიგნიდან. შენობის მინები დამსხეული იყო. მე რაც შემეძლო ხმამაღლა დავიძახე, რომ ვარ ამ რაიონის მილიციის უფროსი და სასწრაფოდ შეეწყვიტა სროლა. შეძახილის მერე შენობიდან გამოვიდა ავტომატიანი გვარდიელი, რომელსაც თავი ბინტით ჰქონდა გადახვეული, ხოლო სახეზე სისხლი ჩამოსდიოდა. დამინახა თუ არა ავტომატის ჩახმახი ფეხზე შეაყენა. მე გავიმეორე, რომ ვარ ამ რაიონის მილიციის უფროსი და სისულელი არ ჩაედინა არესროლა. იგი ავტომატ მომარჯვებული წამოვიდა ჩემსკენ, მომიახლოვდა 5 მეტრამდე. მერე გავუმეორე კვლავ ვინც ვიყავი, ვაჩვენო ხელში იარაღი არ მქონდა, მას კვლავ აგრესიულობა ემჩნეოდა გვარდიელებთან ახლოს მივედი, ვცდილობდი როგორმე დავემშვიდებინა, მკლავზე ხელი წავალე, მან მიბრძანა, წინ წავსულიყავი, მაგრამ საუბრით, რომ სირცხვილიაც ბათაშორის სისხლს ვარო, ასეთ შემთხვევას არ გვაპატიებს ქართველიერი, გავიარეთ რამდენიმე მეტრი, შევედით შენობაში, შესასვლელში იყო გვამი, ვისი გვამი იყო, მაშინ რასაკვირველი არ ვიცოდი, როგორც ახლა გაირკვა გვამი მილიციის თანამშრომელი ყოფილა. უცებ ისევ გაისმა სროლის ხმა, გვარდიელი მოულოდნელად შემოbrunდა ჩემსკენ და მე ალბათ ინსტინქტით ხელი ავუკარი ავტომატზე, ისროლა და აგერ ლოყაზე დამრჩა ნაჭრილობები. ვერ გეტყვით, ავტომატის სამიზნე მომხდა თუ ტყვის სიმხურვალემ დამწვა. მილიციის ორგანოებში გატარებული მაწლებმა მოგეხსენებათ პროფესიული ჩვევების გამომუშავება იცის. ორგანოს თანამშრომელი ერთ-ერთი აუცილებელ ჩვევად ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია ნებისყოფის გამომუშავება. ეზოში გამოვედით, აგზნებულ გვარდიელს კვლავ ვამშვიდებდი. და ვარწმუნებდი, რომ აუცილებელი იყო დაუყოვნებლივ სროლის შეწყვეტა და პირდაპირ
პირადად მისთვის კი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იგი ვფიქრობ ჩემი სიმშვიდით იყო შეშფოთებული რადგან ისიც იცოდა რომ იარაღი მექნებოდა რამდენჯერმე გამიმეორა მის წინ დამეგდო იარაღი ამ დროს მის ავტომატზე მეკიდა ხელი ამოუღე რევოლვერი ხოლო იქიდან ტყვეებით სავსე მჭიდე და ჯიბეში ჩავიდე დარწმუნდა რომ მას ვეღარ ვესროდი გვარდიელმა 5-10 წუთის განმავლობაში რამოდენიმეჯერმე დაუძახა თავიანთ ხალხს არავინ გამოეპასუხა სროლის ხლა კი კვლავ ისმოდა ონტ კანტიკუნდად როგორც იქნა დავითანხმე რომ მას აუცილებლად სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება ვანის ქუჩიდან გამოვედი წერეთლის პროსპექტზე იქ კვლავ იყვნენ ავტომატიანი გვარდიელები ახლა უკვე ორივე ვეძახდით არ ესროლათ მაპატიეთ ბატონო ანზორ გაწყვეტინებთ ახლა რომ შეგხედეთ იცნობთ იმ გვარდიელებს ვიცნობ როცა ჩვენ თელასის ეზოში ვიყავით მაშინ თვითონ მკითხა ჩემი სახელი და გვარი რასაკვირველია მეც ვკითხე მითხრა რომ ის არის ბადრი მახარაძე მოკლედ ჩემი და ბადრის შეძახილზე მართლაც შეწყვიტეს სროლა წერილთის პროსპექტზე ნახეთ ორი წაქცეული კაცი ერთი გვარდიელი იყო დაჭრილი და ამ დროს გამოჩნდა სასწრაფო დახმარების მანქანები ერთ-ერთში დაჭრილები მოვათავსეთ მე ბადრის ვეუბნებოდი უკვე სახელით რომ მას სისხლი სდიოდა და აუცილებელი იყო სამედიცინო დახმარება თანაც შევთავაზე თვითონ გავყოლოდი როგორც იქნა დავითანხმე და სასწრაფო დახმარების მანქანაში ერთად ჩავჯექით თუმცა ჩვენ შემოყვა 4-5 გვარდიელი მანქანა წავიდა საავადმყოფოსაკენ მაგრამ უცებ ერთ-ერთმა გვარდიელმა გადაჭრი თქვა ჯობდა წასულიყავით ცირკში ექიმების პრობლემა არ არის იქ ჩვენ პროფესორები გვყავს ჩემი და ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად ავედით ცირკში შესასვლელთან აქვთ საკონტროლო პუნქტი სადაც დაუბრკოლებლად გაგვატარეს რადგან იცნეს თავიანთები სასწრაფო დახმარების მანქანა გააჩერეს სამომსახურეო შესასვლელთან მანქანიდან გადმოვედით წინ ბადრი გამიწვა იქ ტრიალებდა რამდენიმე ავტომატიანი გვარდიელი ზოგი გვარდიელის ტანსაცმლით ზოგი სამოქალაქო ჩვენ შევედით მათგან მითითებულ ოთახში სადაც ცოტა ხანში შემოვიდა მათი ხელმძღვანელი როგორც თვითონ მითხრა ავთო ერქვა ხოლო როგორც შემდეგში შევიტყვე მისი გვარია ცქიტიშვილი ეს ის ცქიტიშვილია რომელზეც მე გესაუბრეთ მას აუხსენი რომ უშუალოდ ჩემი და ბადის მეშვეობით შეცდა იქ სროლა რომ მე ბადრი წამოვიყვანე სამედიცინო დახმარებისათვის და აღმოვჩნდით მათთან მოვუყევი ყველაფერი ისე როგორც რეალურად იყო ვერ გეტყვით ჩემს გასაგონად იყო თუ არა მაგრამ ყოველივე მომხდარის გამო მან ბადრის უსაყვედურა დაახლოებით 9 საათს დავყავი მათთან შემდეგ კი გაუმაცილეს აი ის რაც მე მინდოდა მეთქვა ეს რა თქმა უნდა თელასზე შეიარაღებული თავდაცვის ერთ-ერთი პატარა ეპიზოდია საქმის დეტალური გარკვევა და ჭეშმარიტების დადგენა და კი როგორც საბრის დასაწყისში მოგახსენეს შესაბამისი ორგანოების საქმეა დიდი მადლობა როგორც დიდუბის რაიონის პროკურორმა ბატონმა ბადი როსტოშვილმა ბრძანა 21 წლის 25 სექტემბერს თბილისში ვანის ქუჩა ნომერ 3-ში არსებული ფირმა თელასის შენობაზე ყაჩაღური შეიარაღებული თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება რედაქცია კვლავ დაუბრუნდება ამ თემას მე თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ერთ ფაქტს ცირკის შენობაში რა უნდათ ექიმებს ეს არის პუტჩისტი ექიმის თეთრხალათიანი ჯალათის ირაკლი მეგრალაძის დამსახურება რომელიც კანონიერი ხელისუფლების დანიშნული გახლდათ და შემდეგ გახდა კი არ გახდა იგი დაბადებიდან იყო მოღალატე და გადავიდა იმ ხარეს სადაც საქართველოს დამოუკიდებლობას ტყვიას ესროდნენ და იქ ქონიათ გახსნილი ლაზარეთი და შემდეგ მეორე ლაზარეთი იყო მგელაძის პუნქტი სოფლის მეურნეობის სამინისტრო სადაც მანამდე იყო ვინმე ეგრეთ წოდებული მინისტრი ჭლიკაძე რომელზეც თავი გაიკლა კიტოვანმა სანამ არ დადეს იმ ადგილზე და ჭლიკაძის შემდეგ რომელიც არაფერს არ აკეთებდა და მხოლოდ საბოტაჟზე იყო გადასული შემდგომ განთავისუფლებული იქნა და იმასთან დაინიშნა ნოდარ ჭითანავა ეს გახლდათ ის რაც მე ვიცი და რაც არ ვიცი ეს სხვა საქმეა შემდეგი არის კიტოვანს და სიგუას მიმართავს
თამას ყურაშვილი. ასევე მიმართავენ პრეზიდენტს მიმართავენ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ომის ვეტერანთა რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმი. თამარის ლაშქარი და დედათა სავანის მიმართავ ქართულ ერს. გემუდარებით და ეხვეწებით და ესე მარინე სვანიძე აწერს ხელს ასევე თამარის ლაშქარისა და დედათა სავანის წინამძღოლი 6 შვილის დედა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. წერეთ შემოკარგებო, ძალიან ბევრი წერეთ, მაგრამ რა მიიღეთ ამ წერით, ვერაფერი ვერ მიიღეთ, სანამ პირადად უნდა გავმასპინძლებოდით მათ ისე, როგორც ეკუთვნოდათ. აბა ჩვენ უნდა გავენადგურებინეთ? ეგენი ციხეში მაინც შეეყვანათ და დამშვიდებოდნენ, დაწნარდებოდნენ, მათი უფროსები დარწმუნდებოდნენ, რომ ის სცენარი საქართველოში აღარ მოხდებოდა საქართველოს ოკუპაცია, ანექსიისა და ამით შეწყდებოდა ყველაფერი და შემდგომ უკვე დაიწყებოდა ის ჩვეული ცხოვრება, რიტმი, რომელიც იყო სრულიად საქართველოში. შემდეგ არის ყოველგვარი ცდის მიუხედავად ეს ზეიკიძის განცხადება. ყოველგვარი ცდის მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტ პრეზიდენტმა ვერ შეძლო მშვიდობიანი გზით ქვეყნის მართვა, რომლის გამოც საქართველო გაიყო ორ-ურთიერთ საწინააღმდეგო ბანაკად. ქართველთა შორის შეიარაღებული შეტაკების შემთხვევაში არც ერთი მხარე გამარჯვებული არ დარჩება. ამის გამო მცხეთის რაიონის განყოფილება უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სისხლში და მოუწოდებს, რომ სამინისტროს მთელპირად შემადგენლობას ასევე საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს გამოუგზავნოს მცხეთის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებას თავიანთი წარმომადგენელი, რათა საქართველოში შეიქმნას მესამე მშვიდობიანი ძალა, რომელიც დადგება შუაში ორ შეიარაღებულ დაპირისპირებულ მხარეთა შორის და არ დაუშვებს ქართველთა შორის სისხლს სანამ პარლამენტარული გზით არ მოხდება მშვიდობის დამყარება. ეს 25 სექტემბრით არის დათარიღებული პირადი შემადგენლობა ყოლი 170 კაცი. ამასთანავე მე მაქვს ასევე ზეიკიძის წერილი, რომელსაც ახლა ვერ გამოგვაქვეყნებ და უпроსტად არ მაქვს ჯერჯერობით იმის შესაძლებლობა, რომ ამ ხელა ტექსტი უბრალოდ გაჩვენებთ ამას და დარწმუნებული იყავ ბრძანდებოდეთ, თუ შეიძლება აჩვენეთ. ეს არის ზეიკიძის აღსარება, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს ბრძანებს. რა ხდებოდა საქართველოში, ვინ ხელმძღვანელობდა, თავს როგორ ადანაშაულებს და ყველაფერი, რაც ჭეშმარიტი ქრისტიანი ადამიანისგან უნდა იყოს და თქვამი აგერ სამ ფურცელზე არის მოცემული. დაუსრულებელი ტექსტია, ამიტომ არ მინდა თქვენ ყურადღება ისედაც ძალიან მრავალფეროვანი ინფორმაციებით გავამდიდრე და არ მინდა რომ ეხლა მოხდეს იცით აღრევა ინფორმაციებისა და აქედან გამომდინარე მე ჯერჯერობით ვაფიქსირებ სექტემბრის თვეში რა ხდებოდა საქართველოში და შემდგომ კი გადავალთ იმ საკითხებზე, რომელიც შემდგომ შეხვედრაზე გადავალთ იმ საკითხებზე, რომელიც ყველა თქვენთაგან საინტერესებს, ჩემიდან დაწყებული თქვენით დასრულებული. შემდეგი არის შერიგების ნაცვლად ისევ თავდასხმები ისევ შემდეგ აი უნივერსიტეტიდან მამუკა უნივერსიტეტის სტუდენტი მამუკა ხამხაძემ რომელიც ზიგზის თურმე ალექსანდრე რუსეცკი ეს რუსეცკი ვიცი ვინც არის გივი ჩხიკვიშვილი შემდეგ არის ავთანდი ლიმნაძე რომელმაც აი ამის დამსახურებით ზუსტად ავთანდი ლიმნაძემ იმას მიაღწია რომ თვითონ ხომ ჩაიგდო ხელში სავარძელი სამაგეროდ მისი ქალიშვილი სახელმწიფოს ხარჯზე გაგზავნა ედუარდ შევარდნაძემ საფრანგეთში მიაღებინა განათლება იქიდან დაბრუნებული დღეს არის სახალხო დამცველის მოადგილე
ის განაგებს ქართველი ხალხის ბედ იღბალს კიდევ. აი ასეთი მძევლები დაგვიტოვეს ჩვენ და საქართველოს გამოფხიზლდი ქართველოე რომ გამოფხიზლდით ავთანდილ იმნაძიშვილი რომ თქვენს უფლებებს არ დაიცავს თქვენ ეს არიცით პირიქით ის მხარში უდგას გიორგი ტუღურს იმისათვის რომ რაც შეიძლება მომრავლდნენ გაუბედურებულები მიუსაფარნი დაჩაგრულები მოაღონ თვითონ იარონ უცხოეთში და რას მიიღებთ რა იარეთ რა გრომიკომაც ბევრი იარა მაგრამ რა წაიღო ბრეჟნევმაც ბევრი იარა და შევარდაძემაც ბევრი იარა და ეხლა ვერ დაძრავ იმის ბრძანისის სავარძელში არის ჩამჯდარი განძრევის რო ეშინია ესეთი სიცოცხლე შემირცხვენია ნამდვილად ირაკლი ბათიაშვილი იზოლდა ჭილაძე ეს არის როიტყვიან აი ქალი რომელიც რა ვიცი მე ეს პირადი ანგარიშწორების გამო დაუპირისპირდა თქვენთვის ცნობილ პიროვნებას მე მგონი გასაგებენაზე ვსაუბრობ და დღესაც ესევე დადის და დღესაც ესევე ივლის იზოლდა ჭილაძე ოღონდ მოღალატის სახელით მოღალატის დამღით ეს ისეთი მძიმე დამღა რომ იმას ვერასოდეს ვეღარ მოიხსით ის უკვე ამომწვარია მის სხეულზე უფლის მიერ ზევითან და რამდენიც არ უნდა იაროთ ტაძრებში გამორიცხულია ტაძრებით თქვენ ვერაფერს ვერ მოიპოვებთ თავად უფალი ბრძანებს ამას ყველაფერი მიეტევება ადამიანს სამშობლოს ღალატის გარდა თქვენ მოღალატენი ხართ ირაკლი ბათიაშვილი მე განსხვავებული აზრი მაქვს მიტინგების მოწყობის გამო და ეტყობა რაღაც უკეთეს სთავაზობს მართო მიუჯობია ისე გაკეთეს იმიტომ რომ სამომავლოდ იგი მინისტრობისთვის ემზადება და კიდეც რაც მოხდა ირაკლი ბათიაშვილმა რაც ჩაიდინა შინ უშიშროების სამსახურში ყოფნის პერიოდში დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ ამასაც როდესაც ირაკლი ბათიაშვილის მოღვაწეობა შევეხები და მის დამოკიდებულებას ეროვნულ მოძრაობასთან საერთოდ და რატომ მაინც და მაინც ირაკლი ბათიაშვილს უბოძა ჯაბა იოსელიანმა უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის პოსტი მით უფრო რომ კვალიფიციური თანამშრომლები ყავდათ კადრების მაგრამ აქ სულ სხვანაირად იყო საქმე ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეთ ამიტომ ამაზე მე აღარ შევჩერდები მე მინდა რომ შევჩერდე აი ეხლა აქ დაფიქსირებული არის კვლავ თუ შეიძლება ეს ტელევიზიასთან როგორ არის გადაკეტილი ყველაფერი გვითამოედანი გადაკეტილი ეს ტანკები ეს საიდან მოიტანეს ეს უზარმაზარი ბეტონის ფილები და დაუფარავად ხელთ უპყრიათ იარაღი ისე რომ თითქოს არაფერი არ ხდება ტელევიზიასთან თენგიზ კიტოვანის გამოსვლაში გაცხადებული ყალბი ინფორმაციის შედეგად თითქოს შავნაბადაზე გვარდის ნაწილების მევამაზე უკვე მოგახსენე ნაწილების დარბევის დრო 60 კაცი დაიღუპა გუშინ მიტინგზე ხალხის სიმრავლე აღარ იგრძნობოდა რასაკვირველია ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ტელევიზიასთან ტელემუშაკთა გაფიცო გრძელდება გაიფიცეთ ეხლა თორე თქვენც რა მიიღეთ ეხლა შევარდაძემ რამდენს მოგართვათ სავარძელი და სად გაგზავნოთ ეხლა სად გაგატარეს 4 თვიანი კურსები მითი მაინტერესებს თქვენი უბედური თავის ამბავი აქ უკვე ეს ამოწურული არის და თქვენთან პარალელურად მე მინდა მოგახსენოთ რომ სახელმწიფო ხელმძღვანელები პრეზიდენტთან დაწყებული ნებისმიერი ვინც ნამდვილად უერთგულა საქართველოს ისინი მხოლოდ ამით არ იყვნენ დაკავებული ესე იგი ასეთი არეულობის ფონზე არ შეწყვეტილა ერთი წუთით მე შემიძლია გაგაცნოთ ის გაზეთი 2 ნომერი ეძღვნება მიწისძვრებთან დაკავშირებული საქართველოში რომ მოხდა მიწისძვრები ეს რაჭაში და საჩხერეში ასევე სამცხე-ჯავახეთში
აღდგენითი სამუშაოები კვლავ გრძელდებოდა, ამათ კი არ უყურებდა ზვიად გამსახურდია. ნამდვილად არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმიტომ რომ ხალხი იყო დასაბინავებელი. ასევე გრძელდებოდა ყველაფერი, ცხოვრება გრძელდებოდა. ამათ კი აწყობდათ, რომ ეს ყველაფერი საკუთარი დინებით წაეყვანათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ იმის გამო, რომ მოწოდებით ხალხი, როდესაც არის თავისი სამშობლოს ერთგული, იქ უკვე სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ეხლა მე მოგახსენებთ ფრიად საინტერესო საკითხს გადავალთ. ეს არის აქ მე დავასრულე 28 სექტემბრით, შემდეგში უკვე 29-ში ტარდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, სრულად აფხაზეთის ტერიტორიაზე უზენაესი საბჭოს არჩევნები 1991 წლის 29 სექტემბერი. ეს გახლავთ ისტორიული თარიღი, რომელიც შევიდა საქართველოს ისტორიაში როგორც მშვიდობიანი კანონიერი პარლამენტის არჩევნების დღე იმ ტერიტორიაზე, რომელიცაც სადაოს ტერიტორიას უწოდებდნენ. ზვიად გამსახურდიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იქ ჩატარებული არჩევნების შედეგად ორივე მხარე კმაყოფილი დარჩენილიყო და მათ შორის, ჩვენ შორის თუ კი ვინმე გვიპირისპირდებოდა, ყველაფერი ყოფილიყო. არ გვიპირისპირდებოდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არჩევნები მანამდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ტექნიკური მიზეზების გამო არ ჩატარდა, მაგრამ ეს დაუშვებლად მიიჩნია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მისმა უზენაესმა საბჭომ და ყველა ღონე იხმარის იმისათვის, რომ საქართველოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებულიყო ლეგიტიმური არჩევნები. სხვათა შორის მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ. ირაკლი წერეთელმა, რომელიც აბსოლუტურად გაუცნობიერებელია, შეიძლება უმაღლესი არ ქონდეს ადამიანს დამთავრებული გლეხიო, მაგრამ როდესაც სიტყვის მნიშვნელობა არ იცი, აიღო ელემენტარული ლექსიკონი და ლექსიკონში მაინც წაიკითხო, რომ არ იმ სიტყვის გამეორების დროს სამართლიანო მდგომარეობაში არ აღმოჩნდა. ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა ზუსტად ჩვენდამი საქართველოსადმი უაღრესად დაპირისპირებული კი არა, მოძულე, საქართველოს მოძულე ირაკლი წერეთელი, რომელმაც განაცხადა, ზვიად გამსახურდიამ აპარტეიდული არჩევნები ჩაატარაო. აბა მოდით ახლა ირაკლი წერეთელს ვასწავლოთ ჩვენ აპარტეიდი რას ნიშნავს და რამდენად ახლოს არის მის ჭყალებში გონიერ, ესე ვთქვათ, გამონათქვამებთან. სიტყვა აპარტეიდი ნიშნავს რასობრივი დისკრიმინაციის ყველაზე სასტიკ ფორმას. რა შუაშია რასობრივი დისკრიმინაცია? ამისენთ ახლა ჩვენ ვართ აფხაზეთში, ჩვენ ვართ სრულიად საქართველოში, საქართველოს ტერიტორიაზე რასობრივი დისკრიმინაცია ვისა და ვის შორის ამიხსნას თუ შეიძლება. მაგრამ არა მოუკრავ სადღაც ყურის უცხო სიტყვისთვის და მანიფიქა მოდი ახლა ამას ისევე როგორც ზვიად გამსახურდია, როდესაც გამოდიოდა ქარიშხალა სტადიონზე და ქართველო ერო, ესე იგი მოგიწოდებთ რომ ერთი გზა, ესე იგი ქრისტეს გზით და ბარაბას გზით და ბარნაბა ვინ არის ეს პამპალაშვილი იძახდა ბარნაბაო და რასაკვირველი ამ დონის ადამიანისთვის ეს არ არის გასაკვირი რომ მან აპარტეიდი სიტყვა ნამდვილად არ იცოდეს. მოდით ვასწავლოთ ახლა მაინც რასობრივი დისკრიმინაციის ყველაზე სასტიკი ფორმა, რომელიც რასობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისათვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთაში გამოიხატება.
გამოიხატება. რომელერთ საირჩევდით ეხლა აფხაზი მოსახლეობის მიმართ, რომელი არის მიესადაგებოდა ეხლა აფხაზეთის მოსახლეობას ეკონომიკური, სოციალური, კულტურული უფლებების აკვეთა იყო, რა იყო ერთი ამიხსენ თუ შეიძლება და შუაში აქ რასობრივი დისკრიმინაციაა ამ შემთხვევაში ეს მაინტერესებს. სამხრეთ აფრიკულ საბოლოოდ სამხრეთ აფრიკაში იყო 1994 წელს მოეღო ბოლო აპარტეიდს საბოლოოდ მოეღო ბოლო 94 წლის ბოლოს, როდესაც პრეზიდენტმა დე კლერკმა პირველი თავისუფალი არჩევნები ჩაატარა, რის შედეგად იგი ამ პოსტზე ნელსონ მანდელამ შეცვალა. გასაგებია პამპალაშვილო, ეხლა შენთვის რა არის აპარტეიდი? გაიგე. თუ არ გაიგე, ეს შენი პრობლემაა. ჩვენ გადავედით უკვე იმ ძალიან საინტერესო და პოლიტიკურად აფხაზეთის შენარჩუნების და გადარჩენის იმ გზაზე, რომლითაც ზიად გამსახურდიამ აბსოლუტურად გენიალური ნაბიჯი გადადგა, რომელსაც ვერავინ ვერ აღუდგა წინ და ვერავინ ვერ მოძებნა ვერანაირი ხინჯი გარდა აი ასეთი უმეცრებისა და ასეთი გაუნათლებლებისა. მოდით დავიწყოთ. ეს ნაშრომი ეკუთვნის კავკასიოლოგს, ენათმეცნიერს თეიმურაზ გვანცელაძეს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატს თეიმურაზ გვანცელაძეს. ეს არ არის ჩემი ნაშრომი, არასოდეს არ მახასიათებდა სხვისი ნაშრომების მითვისება, ღმერთმა დაგვიფაროს, მე ვაქვეყნებ ამას, ვინაიდან ეს არის მისი ნაშრომი და გაგვაცნო ეს ყველაფერი და ერთი ეგზემპლარი მე გადმომეცა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაში აფხაზეთის პრობლემებს მუდამ ეჭირა განსაკუთრებული ადგილი. ამიტომ ეს თემა ვრცელი მონოგრაფიული კვლევის საგნადაა მისაჩნევი. ამ ნაშრომში ჩვენ შემოვიფარგლებით ერთი კონკრეტული საკითხით, იმის შესახებ თუ რამ განაპირობა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იმ საარჩევნო კანონის მიღება, რომლის საფუძველზე 1991 წლის 20 სექტემბერს გაიმართა არჩევნები ამ რეგიონში. ეს საკითხი აქტუალურია, თუნდაც იმიტომ, რომ აუცილებელია იმის ობიექტურად გარკვევა, იყო თუ არა ეს კანონი მართლაც არადემოკრატიული, დისკრიმინაციული, რასისტული, მოღალატური, როგორც მას მაშინაც უწოდებდნენ და ამჟამადაც მოიხსენიებენ ზოგიერთები. მაგალითად 1998 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии. ისტორიკოსი ავთანდილ მენთეშაშვილი ყოველგვარი ანალიზის გარეშე აცხადებს, ექს-პრეზიდენტისა და მისი გუნდის პოლიტიკური არაშოუსიათულობაზე მეტყველებს 1991 წლის ზაფხულში მათი წინადადებით მიღებული საარჩევნო კანონიც, რომელიც არღვევდა ქართველი მოსახლეობის დემოკრატიულ უფლებებს. 65 ადგილიან პარლამენტში აფხაზებს მიეცათ 28 ადგილი, ქართველებს 26. დანარჩენი ეროვნებათა წარმომადგენლებს 11. ამით ვლადიმერ არძიმასა და მის მომხრეებს ხელი შეუწვეს პოზიციის გასამძლიერებლად და ქართველთა დევნის დასაწყებად. ამ საარჩევნო კანონს მოყვა საკანონმდებლო აქტებისა და დადგენილებათა მთელი პაკეტი, რამაც პრაქტიკულად შეზღუდა საქართველოს იურისდიქცია და დაარღვია მისი ტერიტორიული მთლიანობა. ჭალები დახურულია გვერდი მეოთეს მენთეშაშვილის გამონათქვამი გახლავთ დიდი მეცნიერისა. ამგვარი ვაიპროფესიული მიდგომით კანონის განმაქიქებელნი აფხაზეთის სამხედრო პოლიტიკური კონფლიქტის დაწყებისა და რუსეთის მიერ ამ რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან ჩამოცილებას ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა ბლოკ მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოსა და საქართველოს უზენაესი საბჭოს მიაწერენ. სამწუხაროა, რომ დღემდე არავის უსტია საფუძვლიანად, ობიექტურად და კონკრეტულად ფაქტების მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე შეეფასებინა დასახელებული კანონის ავკარგი, გაერკვია ის მიზეზები, რომლებმაც მაშინდელი კანონიერი ხელისუფლება აიძულა
სერიოზულად გადაედგა ზოგიერთი არაპოპულარული ნაბიჯი. აშკარაა, რომ კანონის განმაქიქებელნი თვალშეგნებულად ხუჭავენ აფხაზეთში 1992-13 წლებში მომხდარი ტრაგედიის ნამდვილ მიზეზებზე. მათ ყურადღება გადააქვთ ზედაპირულად და არა ძირეულ მოვლენებზე, რათა ამ გზით გაამართლონ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობა იარაღის ძალით. აფხაზეთის 1991 წლის საარჩევნო კანონის ირგვლივ ატეხილ ხმაურს უცნაურ ხასიათს აძლევს ის გარემოებაც, რომ ამ კანონის მიმართ გამოყენებულ უარყოფით ეპიტეტთაგან ბრჭყალებში არადემოკრატიული ბრჭყალები დახურულია, არაერთხელ გამოუყენებია თვით ამ კანონის შემქმნელებსაც და კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და ეს ხდებოდა კანონის მიღებისთანავე. ამით ჯერ კიდევ მაშინ მიანიშნებოდა საზოგადოებრიობას, რომ დასახელებული კანონი ნამდვილად არ ყოფილა დემოკრატიული და მისი მიღება იძულებითი ნაბიჯი იყო. არ შეიძლება ვინმე სერიოზულად ამტკიცოს დემოკრატიულობა იმ კანონისა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ეროვნული ნიშნის მიხედვით წინასწარ მკაცად იყო განსასრული ამა თუ იმ ეროვნების, კერძოდ აფხაზ, ქართველთა და სხვა ეროვნების დეპუტატთათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობა. რაც შეეხება ამ კანონის რასისტულ, მოღალატურ თუ არაშორისმჭრეტელურ ხასიათს, ამის შესახებ დასვლა მხოლოდ საკითხის ყოველმხრივი საფუძვლიანი და ობიექტური ანალიზის შედეგად უნდა გაკეთდეს და არა ზერელით ან მიკერძოებით. სწორედ ამიტომ აუცილებელია გავიხსენოთ თუ რა კონკრეტულ პოლიტიკურ, იდეოლოგიური და დემოგრაფიული ვითარება იყო აფხაზეთში კანონის მიღებამდე, რომელმა ობიექტურმა მიზეზებმა გადაადგმევინა ეს უკიდურესად არაპოპულარული ნაბიჯი საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას სწორედ იმ დროს, როცა ოპოზიცია ცდილობდა ბრალი დაედო მისთვის არადემოკრატიულობასა და ტოტალიტარიზმში. დავიწყებთ იმის აღნიშვნით, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს გამარჯვების შემდეგ ვითარება აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული რჩებოდა, ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მოწყობილიყო პროვოკაცია და საქმეს გამოუსწორებელი ხასიათი მისცემოდა. 1991 წლის ზაფხულის დასაწყისში ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ორი ფაქტორი მოხდა. პირველი, დაბა ყაზბეგში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს შორის. მეორე, შეიქმნა შიდა ქართლის კონფლიქტის შემსწავლელი სამმხრივი კომისია საქართველოს, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატების შემადგენლობით. ყაზბეგის შეხვედრაზე აღინიშნა, ხოლო სამმხრივი კომისიის საბოლოო დოკუმენტში ხაზგასმით ჩაიწერა, რომ შიდა ქართლში მიმდინარეობდა არა ეგრეთ წოდებული ეთნოკონფლიქტი, არამედ საქართველოს გარედან ინსპირირებული პოლიტიკური ხასიათის კონფლიქტი. ორივე ამ ფაქტმა ძალზე გაანელა ოსი სეპარატისტების საბრძოლო სულისკვეთება და შიდა ქართლში მთელი ზაფხულის განმავლობაში მოსკოვის ეგრეთ წოდებული პუტჩის დაწყებამდე თითქმის შეწყდა სამხედრო მოქმედება. ეს გარემოება ხელს უწყობდა საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი პოლიტიკური გზით ეცადა ამ კონფლიქტის მოგვარება და მეტი დრო და ყურადღება დაეთმო აფხაზეთში არსებული მწვავე ვითარების განმუხტვისათვის. ამ პერიოდისათვის საბჭოური პრინციპით ბრჭყალებში არჩეულ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების ვადა დიდი ხნის გასული ჰქონდა და აუცილებელი იყო ახალი არჩევნების მოწყობა, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ძველ შემადგენლობაში წარმოდგენილ ქართულ დეპუტაციას არ შესწევდა ძალა და უნარი წინააღმდეგობა გაეწია მასთან დაპირისპირებული არაქართული დეპუტაციის, რომელმაც ზუსტად ერთი წლით ადრე 1990 წლის 25 აგვისტოს უკანონოდ გამართულ ეგრეთ წოდებულ სესიაზე სულ რაღაც ორიოდე ხმა ვერ მოიპოვა საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის ვითომ და კანონიერი გზით გამოსაყოფად. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება და პირადად ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც უშუალო პასუხისმგებელნი საქართველოს მთელი მოსახლეობის ბედიღბალის გამო ელემენტარულად ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ თავიანთ მოქალაქეთა, მათ შორის აფხაზთა უფლებანი დაემყარებინათ ამ რეგიონში წესრიგი და კანონის უზენაესობა, მოესპოთ ან მინიმუმამდე დაეყვანათ საომარი შეჯახების საფრთხე. მით უმეტეს, რომ 1899 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ აფხაზეთი ავსებული იყო საბჭოური ჯარით. აფხაზეთში ვითარების ბას ამძაფრებდა აქ მოქმედი სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ინტერესთა უკიდურესი დაპირისპირება. 1991 წლის მარტის გორბაჩოვისეული რეფერენდუმის ფაქტობრივი ჩაშლის შემდეგ
კიდევ უფრო პროვოცირებული გახდა კრემლის მითითებით აფხაზეთში შექმნილი ბლოკ სოიუზის საქმიანობა. ამ ბლოკში გაერთიანებული იყვნენ ანტიქართულად განწყობილი ორგანიზაციები აფხაზური აიდგილარა, სომხური კრუნკი, სლავური სახლი, ინტერნაციონალისტთა კავშირი. ბლოკს მხარს უჭერდნენ უკეთ მისი მითითებით საქმიანობდნენ გაგრაში მოქმედი ვითომს კულტურულ საგანმანათლებლო სომხური ორგანიზაცია მაშტოცი. აფხაზეთის დემოკრატიული პარტია, ხოლო რესპუბლიკის გარედან ჩვენს საშინაო საქმეებში უხეშად ერეოდა საბჭოთა კავშირის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრ ნიშანოვის უშუალო კონსულტაციითა და პოლიტბიუროს თანხმობით შექმნილი კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა, რომელიც მალე კონფედერაციად გამოცხადა. არ იყო ერთსულოვნება აფხაზეთელ ქართველებსა და ქართულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის. კერძოდ ბლოკ მრგვალ მაგიდასა და ეროვნულ ჭალებში ეროვნულ კონგრესში შემავალ პარტიათა შორის წარმოქმნილ დაძაბულ ურთიერთობას ემატებოდა ბლოკ სოიუსთან შექმნილ მოღალატე ქართველთან ნუგზარ ჯოჯუას, ვასილ რადიმაშვილის, ვაჟა ზარანდიასა და სხვათა გამთიშველური საქმიანობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზურ მხარესთან პოლიტიკური ჯონი ლატარიას უნდა დაემატოს ამას. ეგრეთ წოდებული ჭავჭავაძის საზოგადოებიდან გაგრაში ცხოვრობდა. აფხაზურ მხარესთან პოლიტიკური დიალოგის წარმართვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აფხაზური მოსახლეობის დამოკიდებულების პირადად ზვიად გამსახურდიას პიროვნების მიმართ. აფხაზთა შორის ბატონ ზვიას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა დისიდენტობის პერიოდში. ამგვარი დადებითი დამოკიდებულება შენარჩუნებული იქნა მანამ, სანამ 1988 წლიდან მასობრივი ხასიათი არ მიიღო ქართულმა ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობამ. როცა საქმეში ჩაერთო კრემლის აგენტურა და დაიწყო აფხაზთა დარწმუნება, თითქოს ქართული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსავას მეთაურობით კაცმოძული შოვინისტური მოძრაობა იყო და კარგს არაფერს უქარდა აფხაზ ხალხს. ამ აგიტაციამ თანდათანობით გამოიღო თავისი შედეგი და 1991 წლის დასაწყისში ზვიად გამსახურდიას მიმართ აფხაზთა შორის ადრე არსებული დადებითი დამოკიდებულება უარყოფითით შეიცვალა, მაგრამ ბატონ ზვიადის პოლიტიკამ 1991 წლის გორბაჩოვისეული რეფერენდუმის შემდგომ დამოკიდებულება მისი პიროვნების მიმართ კვლავ დადებითისაკენ შემოაბრუნა. ამ მხრივ მნიშვნელოვან მოვლენად მიგოჩნია ზვიად გამსახურდიას ინიციატივა საგანგებოდ განემარტა აფხაზი ხალხისათვის სიმართლე. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის წინ მან შეადგინა მიმართვა აფხაზი ხალხისადმი და პირადად ჩვენ დაგვავალა მისი თარგმნა აფხაზ ენაზე. ამ მიმართვას აფხაზური თარგმანი რეფერენდუმის წინ წავიკითხეთ საქართველოს ტელევიზიით. იმავე ტექსტის ჩანაწერი გაიმეორა აფხაზეთის ტელევიზიამ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის უპირველესი პირი უშუალოდ მათსავე ენაზე მიმართავდა ეროვნულ უმცირესობას, რითაც ხაზს უსვამდა თავის თბილ დამოკიდებულებას აფხაზი ხალხის მიმართ. მართალია, ამ მიმართვის შემდეგ აფხაზთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიუღია მონაწილეობა 31 მარტის რეფერენდუმში, მაგრამ უბრალოდ ხალხში, განსაკუთრებით გლეხობასა და ინტელიგენციის საგრძნობ ნაწილში, ამ ფაქტმა მაინც გააჩინა ნდობის ერთგვარი ნაპერწკლები, რისი მოწვევს ჩვენ არაერთხელ გამხვდარვართ იმ დღეებში აფხაზ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. კიდევ უფრო გაღვივდა ეს ნაპერწკალი 1991 წლის 26 მაისის დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინ, როცა ბატონ ზვიად გამსახურდიასავე ინიციატივით დამზადდა თვალსაჩინო სააგიტაციო მასალები აფხაზურ ენაზე და გაიკრა მთელს აფხაზეთში. პირველ დღეებში ამ პლაკატებს პირდაპირ გაკვისთანავე ხევდნენ ბლოკ სოიუზის აქტივისტები, მაგრამ მალე უკან დაიხიეს, ხელს აღარ ჰკიდებდნენ მათ, ვინაიდან უბრალოდ აფხაზები გმობდნენ მათ აქციას. მეტიც შეიძლება ითქვას, 2-3 თვის შემდეგ მრგვალი მაგიდის სოხუმის ოფისში მოდიოდნენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის აფხაზები. მადლობას იხდიდნენ პრეზიდენტობის კანდიდატისაგან გამოჩენილ ყურადღების გამო და სამახსოვროდ მიჰქონდათ პლაკატები. უბრალო ხალხის განწყობის ასეთმა სასიკეთო ცვლამ შეუწყო ხელი იმას, რომ აიდგილარას ლიდერები მიხვდნენ ქართულ მხარესთან უშუალო მოლაპარაკების აუცილებლობას. რა თქმა უნდა, ურთიერთობა აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის იდეალური ვერ გახდებოდა, მაგრამ მოლაპარაკების დაწყება
მაინც გადაუდებელი იყო. აი ასეთ ვითარებაში ხანგრძლივი და ძალზე მძიმე მოლაპარაკებათა შედეგად დაიწერა დროებითი კანონი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ. საყურადღებოა ისიც, რომ ქართული მხრიდან კანონის შექმნაში მონაწილეობდნენ მრგვალი მაგიდის, დასისა და კომპარტიის წარმომადგენლები, აგრეთვე რამოდენიმე უპარტიო პროფესიონალი იურისტი. ამჯერად კანონის ავტორთა ვინაობას დასახელებისაგან თავს ვიკავებთ, ვინაიდან ზოგ მათგანს როგორც ჩანს ერთხმება ამისი აღიარება ჩვენი აზრით სრულად ამაოდ, ვინაიდან მათ მაშინ მართლაც კეთილი საქმე აკეთეს და გამოხატეს საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე. შემდეგ, რაც შეეხება აღნიშნული კანონის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებს, მასში მონაწილეობა მიიღო მრგვალმა მაგიდამ, რუსთაველის საზოგადოებამ, სახალხო ფრონტმა, კომპარტიამ. მაინც რამ გამოიწვია კანონის შექმნის დროს ქართული დეპუტაციისათვის 2 ადგილით ნაკრების გამოყოფა აფხაზურ დეპუტაციასთან შედარებით. მით უმეტეს, რომ იქაური ქართული მოსახლეობის რაოდენობა აფხაზებისას 14-ჯერ აღემატებოდა. დავიწყოთ იმით, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები უსათუოდ უნდა მოწყობილიყო. ვინაიდან როგორც აღნიშნეთ, ამ საბჭოს უფლებამოსილების ვადა კარგ ხნის გასული ჰქონდა. გარდა ამისა, საჭირო იყო აფხაზეთში შექმნილი კონსტიტუციური და საკანონმდებლო ვაკუუმის შევსება, რაც ხელს შეუწყობდა რეგიონში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარების განმუხტვას, მაგრამ საქმეს ართულება აფხაზური მხარისა და ბლოკ სოიუზის სიჯიუტე. ისინი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდნენ დემოკრატიული გზით არჩევნების გამართვას, რა კი იცოდნენ, რომ დაკარგავდნენ იმ უპირატესობას, რაც მანამდე ჰქონდა აფხაზურ მხარეს. აიდგილ არას მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი საარჩევნო კანონის პროექტი მთლიანად მიუღებელი იყო ქართული მხარისათვის, რადგან ამ პროექტით უმაღლეს საფუძველში აფხაზურ დეპუტაციას უნდა ჰქონოდა დეპუტატთა ადგილების უმრავლესობა. მასვე ეძლეოდა განუყოფელი უფლება ვეტო დაედო აფხაზთათვის მიუღებელი ნებისმიერი გადაწყვეტილებისათვის. აუცილებელი იყო ორივე მხარე წასულიყო გარკვეულ კომპრომისზე, რათა დაპირისპირება ომამდე არ მოსულიყო. ამიტომ მოლაპარაკებათა მწვავე სერიალის შემდეგ ქართულმა მხარემ აფხაზურს შესთავაზა ის კომპრომისული ვარიანტი საარჩევნო კანონისა, რომელიც ითვალისწინებდა ორივე მხრიდან დათმობებს. საბოლოოდ შეთანხმება მიღწეულ იქნა დამტკიცდა კანონი, რომლის საფუძველზეც 23 სექტემბერს არჩევნებიც მოეწყო. კანონის შექმნის წინ სპეციალისტთა დახმარებით საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული აფხაზეთში არსებული ურთულესი პოლიტიკური და დემოგრაფიული ვითარება. ობიექტურმა ანალიზმა, რომელიც ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ქართული მხარე დაარწმუნა იმაში, რომ რეგიონში იმ ეტაპზე არა მარტო შეუძლებელი იყო დემოკრატიული არჩევნების მოწყობა აფხაზური მხარის წინააღმდეგობის გამო, არამედ ამგვარი არჩევნები წამგებიანიც კი შეიძლება აღმოჩენილიყო რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მიზეზის გამო. ამ მიზეზთაგან ზოგიერთის შესახებ ზემოთ უკვე იყო მსჯელობა, სხვებზე კი ქვემოთ გვექნება საუბარი. უპირველეს ყოვლისა ვნახოთ თუ რა შედეგებამდე მიიყვანდა დემოკრატიული არჩევნები ქართულ მხარეს აფხაზეთის დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში იმ დროისათვის უკეთესი დემოგრაფიული ვითარება იყო, ვიდრე თუნდაც შიდა ქართლში ან მესხეთ ჯავახეთში. 1999 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით აფხაზეთის მთელი მოსახლეობა 525,066 ადამიანი 100% იყო. მათგან ქართველი გახლდათ 229,872 ადამიანი, ანუ აფხაზეთის მთელი მოსახლეობის 45,7%. აფხაზი 93,267 კაცი, 17,8%. სომეხი 76,541, 14,6%. რუსი 74,913 კაცი, 1000 კაცი, 14,2%. ბერძენი 14,664 კაცი, 2,8%. უკრაინელი 11,655 კაცი, 2,2%. ბელორუსი 2,084 კაცი, 0,4%. ებრაელი 1,426 კაცი, 0,3%. ოსი 1,065 კაცი, 0,2%. თათარი 1,099 კაცი, 0,2% და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლები 8,374, 1,6%. ამგვარი ეროვნული შემადგენლობა ქართველთათვის მაინც და მაინც სახარბიელო არ ყოფილა.
ვინაიდან ქართველები არ შეადგენდნენ მოსახლეობის ნახევარზე მეტს. მე მოგახსენეთ, რომ 45.4% იყო. 51% რო ყოფილიყო ნახევარზე მეტი, ესე იგი სულ რაღაც 6% რო ქონოდათ, კიდევ შეიძლებოდა აი ამ საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ რადგან 45.4% იყო, მაინც 7% იყო, მაინც საშიში თამაშიზე მიდიოდა და ამიტომ ყოველივე ის გათვალისწინებულ იქნა, რაზეც ახლა მე მოგახსენებთ. ამას ადასტურებდა მონაცემები აფხაზეთელ ქართველთა მშობლიური ენის შესახებ. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ამ რეგიონში პასპორტით ქართველი იყო, მაგრამ თავის მშობლიურ ენად სხვა ენას მიიჩნევდა. 3565 კაცი, მათგან რუსულს მიიჩნევდა მშობლიურ ენად, 3399 ქართველი აფხაზურ ენას 128, ხოლო სხვა ენებს კიდევ 38 კაცი, მათი საერთო რაოდენობა ქმნიდა აფხაზეთის მთელი ქართველი მოსახლეობის 1,74%. ამ რიცხვს ემატებოდა ის 920 კაცი, ვინც თავის ქართველად მიიჩნევდა, მაგრამ ქართულ ენას მეორე სალაპარაკო ენად აცხადებდა. გარდა ამისა, გამოვლინდა პარტიკულარისტული განწყობილი 2679 კაცი, რომლებიც თავს ქართველად კი არა, მეგრელად ან სვანად აცხადებდა. მათი რაოდენობა ქმნიდა აფხაზეთის ქართველთა 1,11%. ასეთი ქართველები ბრჭყალებში ჯოჯუას, რადიმაშვილს, ზარანდიასა და სხვათა მსგავსად, რა თქმა უნდა, აიდგილარას დაუჭერდნენ მხარს ამრიგად აფხაზეთში დენაციონალიზირებულ და პარტიკულარისტულად განწყობილ პასპორტით ქართველთა ხარჯზე მოსალოდნელი იყო 7167 ხმის, ანუ ქართულ ხმათა 2,98%-ის დანაკარგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დემოკრატიული არჩევნების შედეგად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ქართულ დეპუტაციას ექნებოდა არა 45.7%, როგორც ეს ერთი შეხვედრით ჩანდა, არამედ თითქმის 3%-ით ნაკლები, ანუ 42.8%. სამწუხაროდ ხმათა დანაკარგები მარტო ამით არ მოიწურებოდა. იგი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა აფხაზეთის რაიონებსა და ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში. მოსახლეობის ეროვნული ჯგუფების განსახლების თვისობრიობათა გამო გულისხმობთ იმას, რომ ქართული მოსახლეობა ყველგან არ ქმნიდა კომპაქტურ ეროვნულ ჯგუფებს. ამ მხრივ ყველაზე კარგი პირობები იყო მხოლოდ გალის რაიონში, სადაც 79688 მცხოვრებიდან ქართველი იყო 74,712 კაცი, ანუ რაიონის მოსახლეობის 93.8%. დამაკმაყოფილებელი ვითარება ჩანდა გულრიფშის რაიონში, სადაც ქართველები რაიონის მთელი მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენდნენ, 29,014 ქართველი, ანუ 52.8%. შედარებით უარესი მდგომარეობა იყო ოჩამჩირის რაიონში, 34,800 ქართველი, ანუ 46.2%. სოხუმის რაიონში 17,526 ქართველი, ანუ 44.4%. ქალაქ სოხუმში 49,460 ქართველი, ანუ 41.5%. ურთულეს დემოგრაფიულ პირობებში ცხოვრობდნენ ქართველები ქალაქ გაგრასა და მის ზონაში, მოსახლეობის 28%, ქალაქ ტყუარჩელში 23.4%, გუდაუთის რაიონში 13.4%. მეტიც შეიძლება ითქვას, რეალურად ტყუარჩელსა და გუდაუთის რაიონში ქართველები პრაქტიკულად ვერ შეძლებდნენ მათთვის სასურველი თუნდაც ერთი დეპუტატის არჩევას. ამიტომ ამ ორ რეგიონში მცხოვრებ ქართველთა სულ 12,785 კაცი, ანუ აფხაზეთელ ქართველთა 5,32% ხმები მთლიანად დაკარგული იქნებოდა ქართული დეპუტაციისათვის. მაშა სადამე აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების იმ ეტაპზე მოწყობის შემთხვევაში სავარაუდო იყო ქართულ ამომრჩეველთა ხმების საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკარგები. დენაციონალიზირებულ და პარტიკულარისტულად განწყობილ ან მხოლოდ პასპორტით ქართველთა, აგრეთვე ქალაქ ტყუარჩელისა და გუდაუთის რაიონის
გუდაუთის უკაცრავად რაიონის მცხოვრებ ქართველთა ხარჯზე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ქართულ დეპუტაციას ალბათ დააკლდებოდა ადგილთა საერთო რაოდენობის 8.3%, ესე იგი უმაღლესი საბჭოს ქართულ დეპუტატებს ექნებოდათ ადგილთა არა 45.7%, არამედ 37.4%. ამ ვარაუდის შესამოწმებლად საჭირო იყო აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემების სხვა კუთხით შესწავლაც, რათა შეცდომა გამორიცხულიყო. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით მსგავს ციფრებს მივიღებდით, თუ გავითვალისწინებდით აფხაზეთის სოფლის მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობას. 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით აფხაზეთში არსებულ 482 სოფლიდან ქართველები მცხოვრებთა ნახევარზე მეტს შეადგენენ, ხოლო 171 სოფელში, ანუ სოფელთა საერთო რაოდენობის თითქმის 1/3-ში არაქართველი მოსახლეობის ჭარბობდა 221 სოფელში, ხოლო დანარჩენ 90 სოფელში არც ერთი ეროვნების მოსახლეობა არ შეადგენდა მოსახლეობის ნახევარს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 482 სოფლიდან 311 სოფელში, ანუ სოფელთა საერთო რაოდენობის 64.5%-ს ქართველობა წამგებიან პირობებში ცხოვრობდა და მათში გაჭირდებოდა, თუ შეუძლებელი არ იქნებოდა ქართველი დეპუტატის არჩევა. უკეთესი პირობები მხოლოდ სოფელთა საერთო რაოდენობის 35.5%-ში იყო. მაგალითის შეიძლება დავასახელოთ ოჩამშირის რაიონის აფხაზებით კომპაქტურად დასახლებული სოფელი ჭლოუ, რომელშიც მცხოვრები 2470 კაციდან 2214 აფხაზი იყო და მათ გვერდით სახლობდა სულ რაღაც 256 ქართველი. ამ ქართველთაგანაც ბევრი აფხაზურ ოჯახთა წევრი იყო. ჩელები გახსნილი აფხაზთა ქართველთა ძლები. ჩელები დახურული. ამ 256 ქართველის ხმა პრაქტიკულად გამოუყენებელი დარჩებოდა ნებისმიერი ტიპის არჩევნების დროს. ზემოთ დასახელებულ 221 არაქართულ სოფელში თითო ოროლა ქართული ოჯახის თუ არა ქართულ ოჯახთა ქართველი წევრების ძლების საერთო რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. უკნებელი ყველა მათგანის ხმების დანაკარგთა შორის იყო საანგარიშო. ამ რაოდენობის თუ დაუმატებთ დანაკარგებს, არჩევნების შედეგების აფხაზთა მხრიდან გაყალბების შემთხვევაში ან და საქართველოს ეროვნული ჭრალებში კონგრესის მიერ გამოცხადებული არჩევნების ბოიკოტით დაბნეული მოსახლეობის ხმა და დანაკარგებსაც მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელო ხდებოდა. ეს სოიუზთან შეკრულები იყვნენ ეს ეგრეთ წოდებული კონგრესმენები და ეხა სოიუზი ვისიც იყო, ხო გასაგებია უბრალოდ აქ აღარც არის განმარტებების მიცემა საჭირო. დაკვირვებული ადამიანი ერთს წინადადებას რომ უკრავს ხოს, უკვე მისთვის ნათელი ხდება ყველაფერი. სწორედ ამ მონაცემებმა აიძულა ქართული კანონიერი ხელისუფლება და საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია წასულიყვნენ იძულებით კომპრომისზე და დათანხმებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რაოდენობის ეროვნული ნიშნის მიხედვით კოტირებაზე. რა თქმა უნდა, ეს ბეწვის ხიდზე სვლას უდრიდა, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში უკეთესი გამოსავალი ნამდვილად არ ჩანდა. განმარტებას მოითხოვს კიდევ ერთი საკითხი კონკრეტულად, რა მისცა ადგილთა ეროვნული ნიშნით კოტირებამ ქართულ მხარეს. ეს საკითხი მაშინვე არაერთხელ განმარტებულა პრესაში, რადიო ტელევიზიით, საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომებზე, აფხაზეთის მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, თუმცა ყველაფრის ხმამაღლა განმარტება მაშინ ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა. ამ საკითხში გარკვევა შეუძლებელია თუ არ გავითვალისწინეთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ბოლო კომუნისტური არჩევის შედეგები. კომუნისტური მოწვევის ბოლო უმაღლეს საბჭოში სულ 140 დეპუტატი იყო დანიშნული. 1991 წლის დროებით საარჩევნო კანონით კი მათი რაოდენობა 65 დეპუტატამდე უნდა შემცირებულიყო. კომუნისტურ უმაღლეს საბჭოში ქართველი იყო 53 კაცი, ანუ დეპუტატთა საერთო რაოდენობის 27.9%.
აფხაზებს 4 ადგილით მეტი 57 ადგილი ანუ 40.7% ჰქონდათ ხოლო სხვა ეროვნების წარმომადგენლებს 30 ადგილი ანუ 21.4%. ახალმა საარჩევნო კანონმა ძალთა ეს თანაფარდობა შეცვალა. ქართულ დეპუტაციას გარანტირებული ჰქონდა 26 ადგილი ანუ 40%, რაც წინა შემადგენლობასთან შედარებით 2.1%-ით ნაკლები იყო. აფხაზურ დეპუტაციას გამოიყო 28 ადგილი ანუ 53%, რაც წინა შემადგენლობაზე 2.3%-ით მეტი იყო. სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებს მიეცა 11 ადგილი ანუ 17%, კლება 3.6%-ით. ბუნებრივია ხმათა ასეთი განაწილება რუსების, სომხების, ბერძნებისა და სხვა უკმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ რა კი ქართულ მხარესაც დააკლდა ხმები და მოემატა მხოლოდ აფხაზურ დეპუტაციას, უკმაყოფილების ადრესატი აფხაზური მხარე ხდებოდა. საჭირო იყო სწორად მოქმედება, რომ არა ქართველთა და არა აფხაზთა პოზიცია ქართული მხარისაკენ გადმოწევნილიყო. ამით განეიტრალდებოდა ის უპირატესობა, რაც აფხაზურ დეპუტაციას ჰქონდა წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში. როცა 53 ქართულ დეპუტატს 57 აფხაზ დეპუტატთან ერთად უპირისპირდებოდა, თითქმის მთელი დანარჩენი დეპუტაცია ორიოდე პატიოსანი დეპუტატის გარდა კომუნისტურ უმაღლეს საბჭოში ანტიქართულ ბლოკში დაახლოებით 80 დეპუტატი მაინც შედიოდა, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 57%-ს ქმნიდა და ეს კი საკმარისი იყო ქართულ დეპუტატთა გარეშე ისეთ გადაწყვეტილებათა მისაღებად, რომელთათვისაც ხმათა უბრალო უმრავლესობაც კმაროდა, თუმცა არასაკმარისი იყო კონსტიტუციური ცვლილებებისათვის. ეს თეორიულად, თორემ პრაქტიკულად საქმე გაცილებით უარესად იყო. როგორც ზემოთ აღინიშნა 1990 წლის 25 აგვისტოს ეგრეთ წოდებულ სესიაზე, ამ ბლოკს სულ რაღაც ორიოდე ხმა დააკლდა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფის დასაკანონებლად. ამ ფაქტმა ნათელ ჰყო, რომ ანტიქართულ ბლოკს მაშინ ზოგმა ვაი ქართველმაც დაუჭირა მხარი. რაც შეეხება 1991 წლის საარჩევნო კანონს, საფუძველზე არჩეულ უმაღლეს საბჭოში ქართველთა მობილიზაციისა და არაქართველებთან წარმართული სწორი პოლიტიკის შედეგად შესაძლებლობა იქმნებოდა 11 არაქართველი არააფხაზი დეპუტატიდან ნაწილის მომხრობა და უმრავლესობის რეალურად შექმნა, რაც მთავარია უმაღლეს საბჭოში კონსტიტუციური ცვლილებების გამოწვევი გადაწყვეტილებების კანონიერი გზის მისაღებად აფხაზურ მხარეს აუცილებლად დასჭირდებოდა ხმათა 2/3 ანუ 43/65-დან. ამის მისაღწევად კი აფხაზურ მხარეს თავისკენ უნდა მიემხრო 11 არაქართველი, არააფხაზი და რამოდენიმე ქართველი დეპუტატი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. პოზიციათა განსხვავების გამო მართალია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 1991 წლის არჩევნებში პირველი ტურის შემდეგ ქართული დეპუტაცია სრულად ვერ დაკომპლექტდა და 6 საარჩევნო ოლქში მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო, მაგრამ მაინც მოხერხდა პროქართულად განწყობილი 6 არაქართველ არააფხაზი დეპუტატის არჩევა, რაც იმ პირობებში დიდი გამარჯვება იყო და აფხაზურ დეპუტაციას უსპობდა შესაძლებლობას ხმათა 2/3 მოპოვებისა. ეს მაშინ, როცა კომუნისტური ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოში, როგორც აღვნიშნეთ, აფხაზურ დეპუტაციას 2/3 მოსაპოვებლად სულ რაღაც ორიოდე ხმა აკლდებოდა. ამრიგად რეალურად ქართულ დეპუტაციას ახალი საარჩევნო კანონი მნიშვნელოვანი უპირატესობის შექმნის საშუალებას აძლევდა. ოღონდ საამისოდ აუცილებელი პირობა იყო სრულიად ქართველთა ერთიანობა, კანონიერების განუყოფელი დაცვა და არაქართველთა მიმართ გონივრული პოლიტიკის გატარება. სამწუხაროდ მოსკოვის ეგრეთ წოდებული პუტჩის საქართველოს ეროვნული გვარდიის გახლეჩისა და 2 სექტემბრის პროვოკაციის შემდეგ ქართველთა შორის გათიშულობა გაღრმავდა, რამაც თავისი დაღი დაასვა აფხაზეთის ქართველობასაც. ამ დროს ხშირად გაისმოდა
ჭალებში ეროვნულ კონგრესში შემავალი ზოგი პარტიის მოწოდებები აფხაზეთის ქართველობისადმი ბოიკოტი გამოეცხადებიდან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, რამაც დააბნია ამ მომრჩევლები, განსაკუთრებით იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც კენციყრიდან რუსი, სომეხი, ბერძენი, ებრაელი და სხვა ეროვნების დეპუტატების კანდიდატები და ბლოკ სოიუზის კანდიდატებს უპირისპირდებოდნენ პროქართული ორიენტაციის არაქართველი დეპუტატების კანდიდატები. ამ ოლქებში ქართველი ამომრჩევლები სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ და მათი აქტიურობის შემთხვევაში რეალურად შეიძლებოდა მეტი პროქართული ორიენტაციის არაქართული დეპუტატის არჩევა, მაგრამ ქართველმა ამომრჩევლებმა ამ ოლქთან ნახევარში ეს შანსი ხელიდან გაუშვეს, რადგან არ გამოაცხადნენ საარჩევნო უბნებში. აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების შესახებაც, რათა უფრო სრული წარმოდიანა გვექმნას 1091 წლის საარჩევნო კანონის შესახებ. კერძოდ, პირველი აღნიშნული კანონი ოფიციალურად იწოდებოდა დროებით კანონად, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომდევნო არჩევნებამდე დარჩენილი დროის მაქსიმალურად სწორად გამოყენებისა და იდეოლოგიური მუშაობის უნარიანად წარმართვის გზით აფხაზეთში უნდა შესულიყო პოლიტიკური და იდეოლოგიური ვითარება, მომზადებულიყო ნიადაგი ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების მოსაწყობად. მეორე კანონში ხაზგასმით იყო გამიჯნული ის საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად საჭირო იყო ხმათა უბრალო უმრავლესობა იმ საკითხებთან, რომელთა გადაწყვეტასაც ხმათა 2/3 დასჭირდებოდა. მესამე, ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება ჰქონდა როგორც აფხაზურ, ისე ქართულ დეპუტაციას. მეოთხე, საგანგებო შემთხვევაში, თუ კი აფხაზური მხარე მოახერხებდა უმაღლესი საბჭოსთვის უკანონო გადაწყვეტილების თავის მოხვევას, ამოქმედდებოდა დამცავი მექანიზმი, მთელი კომპლექსი, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს უზენაესი საბჭო და საქართველოს პრეზიდენტის უფლება მოსილნი იყვნენ დაუყოვნებლივ კანონიერი გზით გაეუქმებინათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს უკანონო და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებანი. მეხუთე, დროებითი საარჩევნო კანონი აფხაზურ და ქართულ დეპუტატებს იძულებულს ხდიდა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გადაეწყვიტა ერთობლივად მოლაპარაკებისა და კომპრომისის მიღწევის გზით და ამ მხრივ ის კანონი დიალოგის კანონადაც შეიძლება მიეჩნიათ. მეექვსე, ქართული მხარის დათმობას, დიდსულოვნებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იდეოლოგიური თვალსაზრისითაც, რადგანაც ხელს უწყობდა ნდობის მოპოვებას არა მარტო აფხაზი ხალხის, არამედ საქართველოში მცხოვრების სხვა ეროვნული უმცირესობების თვალში. კანონი ხელს უწყობდა აგრეთვე საქართველოს კანონიერი ხელისუფლების, ქვეყნის პრეზიდენტისა და მთელი ქართველი ერის ავტორიტეტის ზრდას კავკასიის მასშტაბით. ამ ფაქტმა საფუძველი გამოაცალა აიდგილარას ბრალდებებს ქართველთა ჭალებში მჩაგვრელობის შესახებ. საქართველოს უზენაესი საბჭოს ეროვნული ერთიანობისა და ეროვნებათა შორის ურთიერთობათა კომისიამ ამ კანონის შესახებ ფართო განმარტებითი მუშაობა აწარმოა ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიურ ერთეულებში, ადიღეში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ჩეჩნეთ-ინგუშეთსა და დაღესტანში, რამაც საგრძნობლად შეანელა კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეის აქტიურობა აფხაზეთში. შეინიშნებოდა ასამბლეის შიგნით ოპოზიციის ჩამოყალიბება მის ტენდენციას. აფხაზეთის მაგალითმა ზოგ ავტონომიურ ერთეულში ხელი შეუწყო მკვიდრი მოსახლეობის უფლებების გაფართოებასაც კი. მაგალითად, ადიღეში, სადაც ადიღეელები მოსახლეობის მეოთხე დღესდღეობდნენ 1191 წლის გვიან შემოდგომაზე, ჩვენი მაგალითის უნარიანი გამოყენებით მიიღეს მსგავსი საარჩევნო კანონი და შესაძლებელი გახდა იქაური უმაღლეს საბჭოში ადიღეელთათვის სადეპუტატო ადგილების 40%-მდე გაზრდა. ამავე პერიოდში ყარაჩაი-ჩერქეზეთში ჩერქეზებმა, ყარაჩაელებმა, აბაზგებმა, ნოღაელებმა დაიწყეს ბრძოლა უმაღლეს საბჭოში ამ ხალხთა პარიტეტული წარმომადგენლობის მისაღწევად. მოკლედ 1191 წლის დროებითი საარჩევნო კანონის ნაკლთან ერთად ბევრი ღირსებაც ჰქონდა, მაგრამ მისი პოტენციალური ბოლომდე გამოსაყენებლად ელემენტარულად აუცილებელი იყო ქართველთა ერთიანობა, საქართველოს კონსტიტუციის დაცვა, კანონიერად არჩეული საქართველოს უზენაეს საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმალური სამუშაო პირობების შენარჩუნება, სამწუხაროდ ეროვნული გვარდიის გახლეჩითა და 2 სექტემბრის პროვოკაციით დაწყებულმა არასტაბილურობამ პირდაპირ ასახვა პოვა
აფხაზეთშიც დააბნია იქაური ამორჩეველი, ხელი შეუშალა საარჩევნო კანონის სრულყოფილად გამოყენებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართული დეპუტაციის მთლიანად დაკომპლექტებას პროფესიონალი დეპუტატებით განაპირობა 6 საარჩევნო ოლქში მეორე და მესამე ტურის მოწყობა და იქაურ უმაღლეს საბჭოში ქართლთ მოცულე სოიუზელთა დაუბრკოლებლად არჩევა. ხოლო 1991 წლის 22 დეკემბრიდან დაწეულმა პუჩმა და კანონიერი ხელისუფლების დამხობამ სეპარატისტებს მოქმედების სრული თავისუფლების პრობლემები შეუქმნა, რასაც ზედაერთო აფხაზეთში ომის წამოწყება და ამ რეგიონის პრაქტიკულად გამოსვლა საქართველოს შემადგენლობიდან. აი ეს მიაღწია ხუნტამ, ეს ამას ჩაუყარა საფუძველი, ზუსტად გამსახურდია მიაღწია იდეალურ კანონს, რითაც მან აბსოლუტურად მოიმხრო აფხაზეთის მოსახლეობა თითქმის მთლიანად, მან გაათანაბრა ის კოტირებაზე იყო ლაპარაკი უკვე და მე ამას აღარ შევეხები და აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ის იმ ორ ხმას არაფერი არ აკლდებოდა, ის ორი ხმა კი ქონდა მეტი 28-26-ით, მაგრამ ის 11 ხმა, რომელიც არა აფხაზი და არა ქართველებისთვის იყო გადანაწილებული, იქიდან მიიმხრო ქართველობამ და ასე რომ 2/3 ფაქტობრივად ქართველების მხარეს იყო. აი ასეთი კანონი გახლდათ, რომელიც სამწუხაროდ პრაქტიკულად ვერ განხორციელდა. შევარდნაძემ თავად აღიარა და კიდევ ყოველთვის გავიმეორებ, აიღოს ასავალ-დასავალი გაზეთი და 2010 წლის მესამე ნომერი, მეოთხე ნომერი, სადაც წერს თავადო ჩავაბარე. შევცდი ჩააბარე შეცდი, შენი სახლია, შენი კარია, შენი შვილია თუ ვინ არის. ეხლა მე მინდა გაგაცნოთ აფხაზეთის ლეგიტიმური უზენაესი საბჭოს შემადგენლობა, რომელიც სხვათაშორის მე მომაწოდა ჩვენ დეპუტატმა ბატონმა თემური მჟავეამ, აქ არაფერი დასამალი არ არის არავისგან, არც ბატონი თემური მალას და არც მე, იმიტომ რომ მაინტერესებდა ეს ყველაფერი რა მდგომარეობა არის ახლა, იმიტომ რომ ერთი და მთავარი, თუ მე ამ კონსტიტუციით დამოკიდებული ვარ, უშუალოდ მიმული ვარ საქართველოს უზენაეს საბჭოსთან. საქართველოს უზენაესი საბჭო თუ დამხობილია, მაშინ ეს საიდან უნდა იყოს ლეგიტიმური. ერთი შეკითხვა მაქვს, აი ძალიან მარტივი და მიპასუხეთ. საიდან გამოდის ეს ლეგიტიმური და მაშინ, როდესაც ეს ჩემს საფუძველზე მე ვაძლევ მას ნიადაგს არსებობისა და მე თუ აღარ ვარსებობ, მაშინ ეს როგორი არსებობს? ეს ხომ უაზრო თამაშია და უტვინო ამავდროულად. და თამაშიც არ არის, იცით, ეს არის სიბრიყე, რომლითაც საკუთარ თავს კი არა ვისატყვევთ, თვითონ არ იცით. მე არაფერს არ ვერჩი და საერთოდ არავითარი წინააღმდეგობა არ მაქვს ჩვენს დეპუტატთან. გარკვეული პიროვნებები თუ არის ჩემთვის მიუღებელი, ეს იმას ანიშნავს, რომ მე ვებრძვი ამ ჩვენი აფხაზეთის უზენაეს საბჭოს დეპუტაციას, პირიქით მე ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მიაღწიონ მათ რაღაც საფუძველი ქონდეთ ელემენტარული, მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ აქვს და კიდევ ვიტყოდი ერთს და როდესაც გაგაცნობთ, აი მე ჩემი აზრი მაქვს და ახაც დაფიქსირებულია, სხვათაშორის ნადარეიშვილმა ჩაიდინა დიდი დანაშაული, მას არ ქონდა აი ახალი კონსტიტუცია მიუღია, ეს კონსტიტუცია ფაქტობრივად არ არსებობს, აფხაზეთის უზენაეს საბჭოს კონსტიტუცია არ აქვს, აქ რაც წერია, ეხლა თქვენ ნაბეჭდს უყურებთ აქ, მაგრამ ეს ნაბეჭდი არის, იცით რა, ეს არის ვისთვის გასართობი, ვისთვის გადასაგდები. აქ არაფერი არ არის კანონთან ერთობლიობაში არ მოდის. პირიქით, მან შევარდნაძის ბრძანებით, მაშინ, როდესაც ნადარეიშვილი ლეგიტიმური იყო და შევარდნაძე არალეგიტიმური იყო,
მან შევარდნაძის ბრძანებით ამოიღო ის, რაც ჩვენ გვაქვს ამ კონსტიტუციაში, რომ ჩვენ მე მოგახსენებდით ამაზე, რომ 13 წევრისაგან შედგება პრეზიდიუმი შედგება 13 წევრისაგან და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ყავს პირველი მოადგილე, მეორე მოადგილე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მესამე, როგორც გინდათ, პირველი, მესამე და ეს ნომრებით არ აქვს. ყველას ერთი ფუნქცია აქვს. 3, ესე იგი, ესენი უშუალოდ კავშირში არიან ერთმანეთთან. და აქედან გამომდინარე, უკვე რაზეა ლაპარაკი, რომ აი თანამდებობის მიხედვით აქ მიწერია და აღარ გავემეორებ. მე უკვე 112 მუხლი არის ესა, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს რესპუბლიკის მუშაობას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან თანამდებობის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, მოგახსენეთ უკვე ზეპირად ვიცი, უკვე არ ვიცი მე ესე გაზეპირებული ყველაფერი უნდა გქონდეს, შენ თუ გაინტერესებს შენი ქვეყნის ბედი და შენი ქვეყნის მომავალი საერთოდ. შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ორი მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. ამ სულ განათლებულს შევარდნაძის ბრძანებით ეს ამოუღია და დატოვა ესენი ჰაერში. ჰაერში ვიზი არიან დამოკიდებული თვითონ არიციან. არიან ბედის ანაბარად. აი ასე დანაშაულს რომ ადამიანი ჩაიძენს, ეს უკვე მიუტევებელი არის ნამდვილად. ეხლა მე მინდა წაგიკითხოთ სია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის მე-12 მოწვევის დეპუტატთა არჩევნები ჩატარდა 20 სექტემბერს და 18 ოქტომბერს. მაინც ჩატარდა, ხო მოგახსენეთ, რომ ეს იგი ზოგან მეორედ მოითხოვეს, ზოგან მესამედ. მაგრამ ჩატარდა ყველაფერი ის, როგორც საჭირო იყო. ეგრეთ არჩევნების საარჩევნო კანონის საფუძველზე ეგრეთ წოდებული კვოტური სისტემით ჩატარდა, რომლის თანახმად 26 გარანტირებული ადგილი წინასწარ იყო განსასრული ქართველებისათვის, 28 აფხაზებისათვის, ხოლო 11 სხვა დანარჩენი ეთნიკური წარმომადგენლებისათვის. აფხაზეთი დაიყო 65 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქად, სადაც არჩევნები ჩატარდა ყველგან, გარდა სოხუმის ნომერი მე-5 ქართული საარჩევნო ოლქისა, საბოლოოდ უმაღლესი საბჭოს რიცხობრივი შემადგენლობა 64 დეპუტატით განისაზღვრა, რომელთაგან ქართველთა კვოტური წარმომადგენლობა განისაზღვრა 25 დეპუტატით. აქ არის მათი ჩამონათვალი: ბატონ გვაზავა, ლორთქიფანძე, ნადარეიშვილი, ჭიჭინაძე, გასვიანი, უბილავა, გამახარია, გებუაძე, ზუხბაია, მესხია, ხუბუა, ყოლბაია, ცატავა, ჯგუბურია, შამუგია, გალობლიშვილი, ქარაია, ჯაჭლიანი, გვაძაბია, კაჭარავა, გოგოხია, კვარაცხელია, ხეცურიანი, კალანდია, მჟავია. ზემოთ ჩამოთვლილში დეპუტატებმა შექმნეს ფრაქცია დემოკრატიული აფხაზეთი, რომელსაც მიუერთდნენ არააფხაზური და არაქართული კვოტური წარმომადგენლობის დეპუტატები ეთერი ასტემიროვა და ოლღა ნაგარნინა. აფხაზთა კვოტური წარმომადგენლობის დეპუტატები ქარჩა, ბარჯგანია, აკაბა, ბგანბა, გვარამია, ლაკერბაია, კაბა, კვარჭია, ფილია, დამენია, ფილია, ღურჯვა, ჯინჯოლია, თარკილი, ლაკობა, არძინბა, ლაკობა, ანქვაბი, ლომია, ოზგანი, შამბა, ზანთარაია, ბაღაფში, თარბა, აჩბა, აშხაწავა, ავიცბა. არაქართული და არააფხაზური კვოტური წარმომადგენლობის დეპუტატები. ხო, ვსაუბრობდით იქ 11 უნდა ყოფილიყო, წაგიკითხავთ ამასაც და დააფიქსირონ. კაკუევი, ასტემიროვა, ვასილიევი, ლოგინოვი, ვორონოვი, ჯალოვიანი, გომცკიანი, ზებელიანი, ნაგარნინა, ტოპოლიანი, დეპელიანი. მე ხომ გითხარით ნაგარნინა და ასტემიროვა გადმოვიდნენ ჩვენს ასე რომ აფხაზთა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მე-12 მოწვევის პირველსავე პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ვლადისლავ არძინბა, ხოლო მის ორ მოადგილედ თამაზ ნადარეიშვილი და ალბერტ ტოპოლიანი, ხოლო კომისიების თავმჯდომარეობით ოზგანი, ვორონოვი, შამბა,
ყოლბაია, ასტემიროვა, გვაზავა. სწორედ თავმჯდომარემ მისმა ორმა მოადგილემ და კომისიების 6-მა თავმჯდომარემ შექმნეს პრეზიდიუმის შემადგენლობა. აფხაზეთში საომარი კონფლიქტის მსვლელობისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა დროებით შეჩერებულ იქნა, რომელიც აღდგენა განხორციელდა 1995 წლის დასაწყისში. როგორ განხორციელდა აფხაზეთი ჩემი ოცნებაა? თუ აფხაზეთო მე შენთან ვარ, ეს არის ეს მოწოდებები არის რომ 1995 წელს 1995 წელს დასაწყისში საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე რა პარლამენტზეა ლაპარაკი ესენი ლეგიტიმურები არიან და როგორ იმათ რა საქმე ქონდათ ამათ საქმეებში რო ერეოდნენ ამაშია მთელი უბედურება შემდგომ იგივე პარლამენტის ბრალებში რასაკვირველია შესაბამისი გადაწყვეტილებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში კოოპტაციის წესით ეს შევარდაძეს უყვარს ძალიან კოოპტაცია, იმიტომ რომ მას არ აყავს არასოდეს კანონიერი და არ აყავს ლეგიტიმური და მოკიდებს ხელს ქუჩაში ვიღაც თავის ნაცნობებს ავტომატიანებს მებს რაკენ ძარცველებს, ყაჩაღებს, ბანდიტებს და კოოპტაციის წესით როგორც ახასიათებს ისე შეიყვანა. კოოპტაციის წესით შეყვანა. მე ამათ არ ვაყენებ ამ შეურაცხყოფას მაპატიონ, ამათ არ ეხებათ, მაგრამ უბრალოდ ელემენტარულად აბსოლუტურად მიუღებელი ფორმა არის ზვიად გამსახურდიას კანონში, რომელიც საერთოდ უზენაეს საბჭოს კანონი იყო ეს. არავითარი უფლება არ ქონდა რისი კოოპტაცია, რა კოოპტაციაზეა ლაპარაკი, როდესაც ჩამოყალიბებული იყო უზენაესი საბჭო აფხაზეთისა. 80 კოოპტაციის წესით შეყვანილი იქნენ 92 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნებში აფხაზეთიდან არჩეული დეპუტატები სულ 10 პერსონა. რა შუაშია, როდის ჩატარდა საქართველოში არჩევნები? რა იმას არჩევნებს ეძახიან? კოოპტაცია და 10 მანდატიანი, 200 მანდატიანი და 300 მანდატიანი ოლქები რო ქონდათ, ვინც ავტომატი დაიკავა ხელში იმისენი რომ ეგრეთ წოდებული დეპუტატები გახდნენ, ვითომ და ვინ აერჩია რა არჩევნებზე იყო ლაპარაკი საერთოდ ვინ დანიშნა ეს არჩევნები? ვინ დანიშნა არჩევნები? დანიშნა ვინმე ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ დანიშნა რაზეა საუბარი. ასე რომ აი იმ ათეულზე კოოპტაციის წესით ვინც შეიყვანეს ესე არის გახლავანთ გივი ლომინაძე ქარტია 91-დან ალექსანდრე ჯიქია გერმანე ფაცაცია ადამ არშანია ვორის გაკუბავა გენო კალანდია ჯემალ საჯაია ანზორ წუწუნავა არნოლდ ფენდერავა მაპატიეთ მალხაზ ბარადე ახლა აი აქედან გარდა ორი პიროვნებისა ფაქტიურად სამი პიროვნებისა ყველა ავტომატით იყო დაპირისპირებული თბილისში ჩამოვიდნენ და თუ არა და იქ ადგილზე აფხაზეთში სადაც იყო მათი საცხოვრებელი ადგილი იქ პირდაპირ უპირისპირდებოდნენ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან საშინელი დაპირისპირება ჰქონდათ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა უკაცრავად უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა კორპუსი მოტივირებული პროტესტის გარშემოებით დატოვა ქალბატონმა რაისა უბილავამ აქედან გამომდინარე დეპუტატთა სრული შემადგენლობა განისაზღვრა 36 დეპუტატით რომელთაც თავმჯდომარედ აირჩიეს თამაზ ნადარეიშვილი მოადგილებად დავით გვაძები ელგუჯა გვაზევა და აკაკი გასვიანი ხოლო კომისიის თავმჯდომარეებად მურმან კვარაცხელია კიმი ჯაჭვლიანი ეთერ ასტემიროვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 16 მარტს გამართულმა სესიამ დააკმაყოფილა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის განცხადება მისი თანამდებობიდან წასვლის თაობაზე და ამავე სტომაზე თავმჯდომარედ აირჩია თეიმურაზ მჟავია ხოლო მის მოადგილებად ელგუჯა გვაზევა და ნაპოლეონ მესხია კომისიების თავმჯდომარეებად კი ანზორ წუწუნავა დავით გვაძებია ჯემალ გამახარია რაისა ქარაია აღსანიშნავია რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კორპუსში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ჯგუბურია 2009 წლის 16 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიამ დააკმაყოფილა თეიმურაზ მჟავიას განცხადება თავმჯდომარის პოსტის დატოვების თაობაზე რაც დააკმაყოფილდა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ელგუჯა გვაზავა ხოლო მის მოადგილებად ანზორ წუწუნავა და თამაზ ხუბუა ხოლო კომისიების თავმჯდომარეებად დავით გვაძებია ჯემალ გამახარია და ნუგზარ გალობლიშვილი შემდგომში როსტამ შამოგია ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
უმაღლეს საბჭოში მუშაობს სამი ფრაქცია დემოკრატიული რეფორმისათვის თავმჯდომარე თეიმურაზ მჟავია, დაბრუნება თავმჯდომარე რუდიკ ცატავა გარდაცვლილია და ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე, კომისიებისა და ფრაქციების სამსამი თავმჯდომარე, სულ 9 დეპუტატი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, როგორც ლეგიტიმური და კონსტიტუციური რეგიონული სახელმწიფო ორგანო, მუშაობდა და მუშაობს 1978 წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და გესმით 78 წლის 91 წელი ამოაგდეს. და 18 წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს პლენარული სესიებისა და პრეზიდიუმის სხდომების პერმანენტულად ჩატარებას, რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მის თავმჯდომარის საქართველოს პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელიც მუშაობს ზემოთ მითითებული კონსტიტუციისა და არ არსებობს ეს კონსტიტუცია კი ეს არის გადასაგდებით უნდა გადააგდოს ანაგვეში ეს კონსტიტუციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესახებ საფუძველზე. 2001 წელს აფხაზეთის 1978 წლის კონსტიტუციაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელსაც მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მაშინდელი თავმჯდომარის მნიშვნელოვანი ზეწოლის მეშვეობით. თამაზ ნადარეიშვილმა გადააკეთა კონსტიტუცია. არავის არ კითხა, ერთი მბრძანებელი ყავდა იქ უზურპატორი შევარდნაძე და იმაზე იყო დამოკიდებული ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე აი მიაღწიეს იმას, რაც ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში 36 და 25 დეპუტატია. ვინაიდან ერთს ბორის კაკუბავა შეუწყდა უფლებამოსილება, ხოლო 8 სამწუხაროდ გარდაიცვალა. ეს ისეთი ასაკოვანი ხალხი არ იყო, რომ გარდაცვლილიყო, მაგრამ ვერ შეეგუენ. გინდა უმაღლესი უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყავი და გინდა პრეზიდენტი იყავი. როდესაც შენ დევნილობაში იმყოფები, შენთვის დევნილობა ყველაზე მწარე და ყველაზე მძიმე რამაა, რომელიც გახდა საფუძველი იმ საშინელებისა, რომელიც შენ დაგიჯდა, ძალადობით მოვიდა და დაგიჯდა შენ იმ კუთხის გასანადგურებელ, სადაც შენი წინაპრების საფლავე არის და სადაც შენი ფუძე არის. მე პატივს მივაგებ მათ სომნას და დავასახელებ თქვენს წინაშე მათ სახელებს და გვარებს. 8 სამწუხაროდ გარდაიცვალა. რენალდ გებუაძე, ოთარ ზუხბაია, თემურ გოგოხია, თამაზ ნადარეიშვილი, მიხელ ჯინჭარაძე, ჯინჭარაძე დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა, კიმ ჯაჭვლიანი, ალექსანდრ ჯიქია, არნოლდ ფერდენავა და ეხლა ხანს გარდაიცვალა მარშანია დაემატა იმ 8 კაცს მეცხე დაემატა მარშანია და ეხლა ყველაფერი ხდება დღეს ცხოვრებაში ეს ისეთი გვარია, რომ ნამდვილად ჩემთვის არანაირ იმას არ წარმოადგენს. ეს იყო საშინელი პუტჩისტი ქალიშვილთან ერთად, რომელიც გამოდიოდა კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და თავისთავად ცხადია, რომ შევარდნაძე ახლა მარშანიასაც შეიყვანდა და კიდეც გამოიყვანდა და რასაც უნდა და იმას გააკეთებდა. უკანონო იყო, უკანონოდ შევიდა და მას არ გამოუცხადებია არავითარი პრეტენზია იმის გამო, რომ იგი უკანონო იყო, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ჩაიდინეს საქართველოს წინააღმდეგ, ყველაფერი მოხდა უკანონოდ და მე დღეს თქვენ გაგაცანით ისეთი დოკუმენტი, რომელ დოკუმენტზეც საუბრობდნენ, მაგრამ შინაარსობრივად მას არ იცნობდნენ, ამ დოკუმენტს არ იცნობდნენ და დღეიდან ყველასთვის ნათელი გახდება, როდესაც შენ გინდა მშვიდობა თელს სახელმწიფოში და არ გინდა დაუპირისპირდე არც ერთ მოქალაქეს და აქედან თავისთავად უნდა შექმნა შენი სტრუქტურები, რომელიც ვალდებულს ხდის, რომ სახელმწიფოში იმუშაოს იმ ერთიანმა სტრუქტურამ, რომელიც სახელმწიფოს გადაარჩენს და შენ ტერიტორიებს შეგინარჩუნებს, სწორედ აი ეს იყო მიზანი ზვიად გამსახურდიასი და სწორედ აი ამ გზით მან მიაღწია უდიდეს წარმატებას, რომელიც წარმატების შედეგადაც შემდეგ უკვე გაგიჟებული რუსეთი
თავისთავად სადია შევარდნაძის გზით და შევარდნაძის მეშვეობით მათ რაც ჩაატარეს სადამშველო ოპერაცია ჩაატარეს აფხაზეთში თვითონ აფხაზების წინააღმდეგ ქართველების წინააღმდეგაც და საერთოდ ჩაბარდა აფხაზეთი ისტორიას მე დღესდღეობით არავითარი იმედი არ მაქვს აფხაზეთის დაბრუნებისა სანამ კანონიერი ხელისუფლება არ აღდგება სანამ კანონიერი ხელისუფლება არ დაიწყეს მოლაპარაკებას აფხაზეთის წარმომადგენლობასთან მანამდე ყველანაირი ოცნება უნდა შეწყდეს იმაზე და მოტყუება საზოგადოებისა რომ საქართველო გაბწყინდება საქართველო დაბნელებულ საქართველოს ვერავინ ვერ გააბწყინებს თუ არ იქნება იქ კანონი თუ არ იქნება იქ სამართალი თუ არ იქნება იქ კანონის უზენაესობა მადლობა ყურადღებისათვის კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე